მოგესალმებით შენი პოდკასტი. დღეს ჩვენი სტუმარი არის სომატური და სუნთქვითი პრაქტიკების ფასილიტატორი და პიროვნული და ბიზნეს განვითარების და ტრანსფორმაციის მენტორი ნინი ელიაშვილი. გამარჯობა ნინი, როგორ ხარ? გამარჯობა. კარგად, თავად? მეც კარგად. მოკლედ, სანამ უფრო კარგად გავარკვევთ, რას მოიცავს შენი მხრიდან დანახული პირადი ტრანსფორმაცია ბიზნესისთვის, ადამიანისთვის და შენ ესე ვთქვათ საქმიანობას უკეთ შევეხებით, მაინტერესებს შენი გზა, რამაც მოგიყვანა, ესე ვთქვათ, აქამდე რომ გადაწყვიტე, რომ აი ეს ყველაფერი გეკეთებინა. როგორი იყო ნინი ელიაშვილი მაგამდე სანამ მაგას გადაწყვიტავდა და როგორი ხარ ეხლა? რა ცვლილებები მოხდა შენში? მოკლედ, ხო, აი ეს ყველაფერი რომ მომიყვა, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს. იცი რა, ისეთი კითხვა, საიდან დავიწყო, უცებ ვარ, ვიცი, იმდენი რაღაც ამოტივტივდა, თუმცა რა თქმა უნდა იყო ჩემს ცხოვრებაში გარკვეული რაღაც მომენტები, როდესაც რაღაცები შეიცვალა, ასე ვთქვათ, გადამწყვეტი მომენტები. და რაღაცნაირად თითქოს ყველაფერი მაინც კათარზისით დაიწყო. აი იგივე კითხვა ცოტა ხნის წინ რომ დამისვეს, რომ ვინ არის ნინი ელიაშვილიო, რაღაცნაირად პასუხი მქონდა, რომ ყოფილი პერფექციონისტი ხარ. მე მივხვდი, რომ ყოფილი არ არსებობს და იყო პერიოდი, როდესაც ჩემი ცხოვრება იყო ძალიან დავარცხნილი, დალაგებული, წარმატებული, გარედან რო შეგეხედა, იფიქრებდი, რომ აი ყველაფერი აწყობილი არის, ყველაფერი თავის ადგილზე. შეკრული პაკეტი არის, რასაც ქვია, ხო, მაგრამ თითქოს ეხლა ვაცნობია, რომ თითქოს მაშინაც იყო რაღაც ხმაური შიგნით, რომელიც არ იყო დაკმაყოფილება თუ აი რაღაცა სიმშვიდე კავშირი და ამას ვუკავშირებდი იმას, რომ კიდე უფრო მეტი წარმატება უნდა მიმეღწია, წარმატებისთვის უნდა მიმეღწია, ან რაღაცა კიდე უფრო მეტი უნდა შემექმნა და რაღაც ცოტა ხნის წინ სოლო თოქი მქონდა და იქაც ვახსენე, რომ იყო ერთი მომენტი, რაღაც ანდრო დგებუაძის ფილოსოფიურ წრეში ვიყავი და იქ წიგნებს განვიხილავდით და ერთი 10 წლის წინ არის გამბავი და მახსოვს მაშინ რაღაც კითხვა დავუსვრო, კი მაგრამ თან ყველა ვარიანტში რაღაც კათარზისი გჭირდება თქო, რომ რაღაცა იმ საკუთარ თავში ჩაიხედო, შეანელო და ასე შემდეგ და მოკეთ ბან რომ ბევრი მიპასუხა და საინტერესოდ, მაგრამ მოკლე შინაარსი არის რომ კიო. ხო და მახსოვს მაშინ ეგ ფიქრი, რომ ჩემ თავს გადავხედე ამ ცხოვრებას და მეთქი, ანუ განა რა უნდა მოხდეს მეთქი ამ ჩემს ლამას დავარცხნილ ცხოვრებაში, რომ ეგეთი კათარზისი მოხდეს თქო რა და ხო რა მოგიტრიალოს ყველაფერი რა მოგიტრიალოს რა და თითქოს მე რაღაცნაირად ერთ წელიწადში ყველაფერმა დაიწყო რყევა. თითქოს მეც გამოვიწვიე, არ ვიცი რა აქვს მაგას მნიშვნელობა, მაგრამ ხო ალბათ შენც გინდოდა. მეც მინდოდა კი. ანუ როგორც იძახი აღმოჩენილი რაღაცა დოზით გქონდა რომ რაღაც იყო და გიღიტინებდა თითქოს სადღაც ძალიან ღრმად და კი მაშინაც მიღიტინებდა. ანუ ეს ღიტინი მე აღმოაჩინე რომ სულ იყო ჩემს ცხოვრებაში და ბავშვობიდან მოყოლებული არასტანდარტულ რაღაც გარემოში ვიზრდებოდი, რაც ეს ეზოთერიკა და თანდაყოლილი იყო, მაგრამ მართლა? ხო, ძალიან საინტერესოა რომ ეს ხათი შორის ნიკოლოსთან მქონდა რაღაც ასტროლოგიური სესია და მაშინ გამიზიარა, ხო, ეს გააკეთე იოგას ეს ხუთი ტიბეტელის. და რომ ჩავრთე, უცებ მივხვდი, რომ ამას ბავშვობაში ვაკეთებდი. ხო და მე გამახსენდა მოვიკითხე და აღმოაჩინე, რომ ბაბუე ჩემს მეგობარი ყავდა, რომელიც ტიბეტში ცხოვრობდა, ჩამოვიდა და რაღაცა ცოდნები ჩამოუტანა ეს ხუთი ტიბეტელი, ამას ჩემზე აპრაქტიკებდნენ ყონტებიაჭები და ბაბუე. სიწყალს იცხავდა მე ბაბუე ჩემი ყოველდღე და მეც მას ხავდნენ და ანუ აი რაღაცა ესეც გარემოში რა იქ ვიღაცები მოდიოდნენ და ბებია ჩემს ესენი აქ რა ქვია ბიოდენები და ბებია ჩემს დასაც და აი იმ ბიოდენებით კურნავდნენ სახლში. ხოთ ეს აი ძალიან ჩვეულებრივი ხალხური. მეც მსგავს გარემოში გავიზარდე და აი ბოლომდე მესმის რასაც იძახი აი ბოლომდე. ხო და აი ხეცი რო არის ისე და უი ესე რაღაც განსხვავებულია და რა ეგეთია რა. ხო და ეს რაღაც ღიტინები სულ იყო და თან ადამიანების ჩემს ცხოვრებაში ვინც რაღაც გარკვეულ რაღაც მიმართულებას მაძლევდნენ და ცვლიდნენ. ხო და რას ვამბობდი რომ აი ეს 2016 წელი იყო რომ ეგ ვინატრე ფაქტობრივად რომ ეგ ტრანსფორმაცია მეგრძნო, ღრმა ტრანსფორმაცია და მე რაღაცნაირად
დაიწყო რყევა. რყევა ჯერ დაიწყო რაღაცა ოჯახში, დეპრესიული ფონი, სუიციდის მცდელობები, რაღაცა ისეთი რაღაცები, რაც ჩემი კონტროლის ქვეშ არ იყო და ეს რაღაცა იდეალურად გაწონასწორებული და ყველაფერი თავის ადგილას დაყენებული რომ მქონდა, უცებ ვეღარაფერს ვეღარ ვაკონტროლებდი. მაგრამ არ უნებდებოდი, მაინც ვაკონტროლებდი ბოლო წამამდე და მე კიდე უფრო ჩააჭირა, ასე ვთქვათ და აი ეგ სურვილი რო თქვი ტრანსფორმაცია მინდოდა, ანუ რამე უფრო შენი აზრით რითი იყო გამოწვეული, რომ რაღაც სიახლე გინდოდა თუ თითქოს უფრო შენი რეალურ თავთან დაბრუნე, ანუ იმიტომ როგორ ხედავ ხოლმე იცი ვისთანაც მისაუბრე ეგეთ თემებზე რომ აი რომ რაც ყველაფერი კარგად გქონდა მატერიალურ პლანზე ასე შემდეგ მეგობრების სოციალური კეთილდღეობა მქონდა მაგრამ აი რაღაც მინდოდა და თითქოს არ იყო და აი რომ ჩამოიშალავ ესო მე მივხვდი რომ აი თურმე ჩემ ნამდვილ სახეს დაუბრუნდიო და ეს ყველაფერი რაც ეგოს ნაშენები ძალიან დიდი ცათამბჯენი იყო რა ხო და შენ შემთხვევაშიც იგივე შეგრძნება და გეუფლა შემდეგ როცა აი ჩამოგეშალა ეგ რაღაც ანუ რა იგძენი მაგ დროს ჩემთანაც ასე ვთქვათ იგივე იყო ჩემთანაც მატერიალური ხარი ძალიან სტაბილური და პირიქით მზარდი და რაღაც კარგად მზარდი იყო სოციალურადაც ძალიან მიღებული და დავდიოდი და ნუ არაფერი რო არ გაკრია ხო იცი გასვლა სადმე უცხოეთში და მეგობრებთან ერთად კლუბშიც წასვლა და გართობა აი ყველაფერი იყო აბსოლუტურად მაგრამ რაღაცა იყო რაც არ იყო ის თითქოს რა ნუ ოღონდ მე თვითონ არ ვიყავი ის სხვა შორის აი რაღაც ჩემი დღიურებიც რო წამიკითხავს ძველი ხშირად მეწერა ხოლმე რომ აი რაღაცნაირად თითქოს ჩემივე ტყავში გამოკეტილად გრძნობდი თავს რა და აი ეს შეგრძნება სულ იყო მიუხედავად იმისა რომ აი ეს რაღაცა მატერიალური ყველაფერი იყო, მაგრამ აი ის თავისუფლება არ იყო, აი შიგნიდან თავისუფლება. რაც ერთებს რო გაშლი და გაფრინდები. ან არ გაფრინდები, ან უბრალოდ იქნები თავისუფალი რა. ხა და კი, დღეს შემილია რომ თქვა რომ ანუ არჩევანიც გავაკეთე რომ ბედნიერი ვიყო ნამდვილად, ანუ აი ეს შინაგანი სიმშვიდე იყოს. და ფრთებიც არის და თავისუფლებაც არის, ხო? ოღონდ არა ფსევდო თავისუფლება. მანამდე ეს რაღაცა ვითომ თავისუფლება იყო რა. ხო და თავისუფლებას მაშინ აი ხა შენ როგორ ახსნი, იმიტომ რომ მაგ დროს ხო ცხადია სხვანაირად გესმოდა თავისუფლების მცნება და შეიძლება იმ დროს შენ თავისუფალი იყავი, მაგრამ აი რომ ჩამოგეშალა ეგ რაღაცა და სხვა ესე ვთქვათ პრიზმიდან და სხვა თვალსაწიერიდან შეხედე ყველაფერს პირველ რიგში შენ თავს და შემდეგ გარე სამყაროს მე რა თქმა უნდა ბევრი რაღაცის დამოკიდებულებად შეგეცვლებოდა ცხადია და მაგაზეც შემდეგ ვისაუბროთ, მაგრამ აი ხო რახან თავისუფლება ახსენე, თავისუფლების ცნება შენთვის ახლა როგორ შეიცვალა, აი რას ნიშნავს რომ იყო თავისუფალი? ხო, საინტერესო კითხვა. თავისუფლება ჩემთვის ადრე რა იყო? თავისუფლება იყო რომ აი რაც მომიქრო და ვითომ თავში ყველაფერს ვაკეთებდი, ხო? მაგრამ მე აი ამ თვით შემეცნებას საკუთარ თავთან დაბრუნებას თუ რასაც დავარქმევთ, ხო? მაგ პროცესში, როდესაც ჩავერთე, მან გაჩნდა არჩევანი. ნამდვილი არჩევანი. თუ რაღაცებს ავტოპილოტზე რო აკეთებდი, რომ მეგონა რომ იმიტომ ვაკეთებ, რომ თავისუფალი ვარ. ამ დროს სინამდვილეში რაღაცისგან გავრბოდი და იმიტომ ვაკეთებდი მაგას. აი მაგალითად, ოდნავ მაინც რო ვიგრძნობდი, რომ ჩემი თავი რო იგრძნობდა, რომ ვითომ ვიღაცამ ზღუდავს, იმის საწინააღმდეგოს ვაკეთებდი და ამას ვფუთავდი, რომ ვარ აი თავისუფალი. ამ დროს ყველაზე არათავისუფალი ვიყავი მაგ მომენტში, იმიტომ რომ პირიქით იმის ტყვეობაში ვიყავი, რომ ვაიმე ახლა ვიღაცამ არ შემზღუდოს. და ახლა თითქოს შენელდა ეგ პროცესი და მაგ შესაძლებლობა, რომ აი სანამ ეს რაღაცა იქნება და ჩემი ქმედება მოყვება, ეს იმპულსი და ქმედება შუაში სივრცე გაჩნდა, სადაც მე შემიძლია არჩევანი გავაკეთო. ანუ ესე იგი გაჩნდა მესამე, აი ესე რომ ვთქვათ, ორს შორის გაჩნდა მე შუაგზა, რასაც ვეთქო. სივრცე, ხო, აი პაუზაც გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ადრე რაღაც ვადამდელ პასუხებს ვიძლეოდი და თითქოს ყველაფერზეც პასუხი უნდა მქონოდა და ახლა რაღაც მომენტებში არ მაქვს პასუხი და არც ეგ არ არის პრობლემა რომ თქვა რომ არ მაქვს პასუხი, ან თქვა რომ აი დავფიქრდები ამაზე, ან რაღაც ერთ დღეს ავიღებ და ამაზე ვიფიქრებ. აი სიმშვიდეა რა. ხო, ცოტა შეგანელა, მაგრამ ხო, უფრო შეიძლება ვთქვათ მედიტატიურადაც მივდექი
კონკრეტულ მედიტაციურ ამ მდგომარეობას რაც ეძახიან უფრო გააზრებულად ისე თანდათან რომ მიუყვები რაღაცეებს და მაგარი ახსნა, იმიტომ რომ ჩემი აზრითაც აი შუა გზა რაც არის, ეხლა რაც თქვი შენ დამკვირვებელი გინდა უწოდოთ ამას, აი სტილნესი, სიმშვიდე, სიჩუმე 1000 რაღაცას ეძახიან მაგ მდგომარეობას, მაგ პოზიციას ხო, ეგ არის ალბათ ყველაზე ისეთი რეალური ამომავალი წერტილი, რომლიდანაც მე აქეთ-იქეთ იხრები და შეიძლება რაღაც გააკეთო არჩევანი, ან პირიქით პასუხი მოგივიდეს, ან მოკლედ სხვადასხვა რაღაცეები და და კიდე ალბათ რას დავამატებდი, იცი, ჩემთან შემოვიდა იმის შეგრძნება, რომ ანუ თავის უფალი ხო, აი მე ვქმნი ამ ყველაფერსთან, ანუ ამ ყველაფერს შენ ცხოვრებას გულისხმობ? რაც მაქვს დღეს, რაც მომწონს და არ მომწონს, რაც მაქვს და არ მაქვს, ხო? ყველაფერი ჩემი ცნობიერი ან ქვეცნობიერი არჩევანის შედეგი არის და რაღაცნაირად აი ეგ შემოქმედებითობაც შემოვიდა მაგ ნაწილში. და შესაბამისად თავისუფალი ვარ, რომ ეგ არჩევანი გავაკეთო, რას შევქმნი. თავარია გავიაზრო. თავარია ვიგრძნო, მარტო გავიაზროც არ არის. ხო, უნდა განიცადო. ხო, გააზრებას მე თითქოს განცდაც უნდა მოყვეს, ეგ უკვე კიდე სხვა შრე არის მაგ პროცესის. ზუსტად ეგრე დავიწყე, მე თავიდან მივხვდი, რომ რაღაცა არ იყო ისე. კი ვაკეთებდი ჰოლოტროპიც გავაკეთე, რაღაც აი ბევრი რაღაცები იყო, რაც აი 2016 წლიდან დავიწყე. მაგრამ მაინც რაღაცას ვერ ვიგებდი და ჩემი ტვინი ძალიან სტრუქტურულად არის მოწყობილი რა რაღაც პროცესები, იმიტომ რომ იდეაში ბიზნეს კონსალტინგიდან და დიდი პროექტების მართვიდან და რეფორმების მართვიდან მოვდივარ და აი თუ სტრუქტურულად არ დავინახე სხვა სამყაროდან შემოხვედი საერთოდ და მაშინ გაჩნდა ლეოს ინსტიტუტი ჩემს ცხოვრებაში თან აი კარგად დაარტყა რომ აი სკერში ჩავედი ან ჩემთვის ყველაზე ძიმე ტრაგედია რაც კი შეიძლება ყოფილიყო ოჯახის დანგრევა აი ეგ მაგის წინაშე დავდექი ხო და ლეო ინსტიტუტში რომ მოვხვდი რა ძალიან გაცნობიერებული არჩევანი გავაკეთე და იქ მივხვდი რომ აი მე ვქმნი ამ ყველაფერს რა ანუ ესე იგი მე თუ ვქმნი კარგიც არის ერთი მხრივ ის რომ შემილია სხვანაირად შეცვალა მაგრამ რა თქმა უნდა გამიტყდა რომ ეს რეები შემიქმნია მაგრამ მან მოხდა ის რომ დავიწყეთ ჯერ გაცნობიერება, ანუ ტვინით გაანალიზება, დანახვა, გარკვეულწილად აი 80% ტვინი იყო, რაღაცა 20% აჰა მომენტები იყო, როცა ის სხეულის გრძნობდა, მაგრამ მე რო გამოვედი იქიდან უკვე საჭირო იყო უფრო მეტი სისტემატიზაცია, ან კიდე უფრო მეტი გავიგეები შემოვიდა და მე უკვე გადავედი სხეულზე. ხო. იმიტომ რომ კი გავიგე რაღაცებით შევცვალე, მაგრამ რაღაცები ვერ შევცვალე. ცხადია, ხო? და ანუ ეს სხეულსაც რო ახსოვს, რომ ვერ მიტიხარ რა, უბრალოდ გაჭედილი ხარ. კი გაიგე, ანუ ხვდები მაგას, მაგრამ სხეული აღარ მოყვება. რა მაინტერესებს ახლა რომ აი ეგ პერიოდი რაც თქვი ჩამოშლის, ეს ალბათ რაღაც წელი ოდნავ მეტი გრძელდებოდა თუ რამდენი ხანი იყო? აი 2019, 20, 21, 22. ხო. 1-4 წელი იყო რა. და მაგ დროს დაიწყე, ესე იგი როგორც თქვი, ჰოლოტროპული და სხვა პრაქტიკები, სხვა ალბათ ინტენსიურად მაგამდე ბავშვობიდან რამეს აკეთებდით და ტიბეტელების გარდა თუ უფრო ისეთი ლიტერატურის კითხვა და ვების მოსმენა რაღაც ინფორმაციის მიღება იყო უფრო ხო? ინფორმაციის მიღება იყო, კრეატივი იოგა, ვარჯიში, ცეკვა სულ იყო მთელი ჩემი ცხოვრება. სპორტიც იყო. რაღაც აი სხეულთან დაკავშირებული ბევრი რამე იყო. და მე ეს უკვე სხვადასხვა ავტორების მოსმენა, ხო, ფსიქოლოგია, ეზოთერიკა, რაღაც აი უბრალოდ ნიადაგი გამზადებული ქონდა ხოლმე და სულ მოდიოდა ეს ინფორმაცია რაღაცნაირად, ხო. და მაგ პერიოდში რომ აი როგორ უფრო სწორად ვიკითხო, ანუ რა პრაქტიკა იყო, რამაც აი ყველაზე დიდად ჩამოგიმსხვრია ყველაფერი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ვიღაცის შემთხვევაში შეიძლება ჰოლოტროპულიც ყოფილიყო, ვიღაცის შემთხვევაში რაც ოშოს მედიტაცია, რაღაცა სხვა, შენ შემთხვევაში რა იყო, აი ყველაზე დიდი აი რო გადაგტეხა ესე ვთქვათ. და ჩაგახედა შენ თავს. იცი როგორი რაღაცა ესე ვერ გეტყვი, იმიტომ რომ ერთმანეთს მიეწყო. ხო. აი 2019 წელს
ან ბავშვი მომეშალა. უი. და ანუ იცი როგორ ძალიან რაციონალურად მივდექი მაგ ყველაფერს, რომ მეთქი ხარ რა მოხდა 7 კვირის შეიძლება მოხდეს, ან არაფერი, ანუ კი ძიმე იყო რაღაცა თითქოს ემოციაც იყო, მაგრამ აი ძალიან რაციონალურად მივიღე ეგ ყველაფერი. მაგის შემდეგ რაღაცა რამდენიმე თვეების შემდეგ გავაკეთე ჰოლოტროპი. და სამდღიანი ჰოლოტროპი იყო და მეგონა რომ პირველი მეორე დღე ვერაფერს ვერ ხედავდი თუ არ ხდებოდა, იმიტომ რომ ზოგი ჯუნგლებში დარბოდა, ზოგი ყმუოდა და რაღაცა მეც მინდოდა ეგეთი. მაგრამ ჩემთანაც რაღაც ხდებოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდი რა იყო. როცა მესამე დღეს არ დასრულდა, როცა აი მართლა აი სუნთქვებში ვიმშობიარე. და აი როგორი გაცნობიერება მქონდა, იცი, რომ ანუ ჩემმა აი ძალიან აი თავში ესე გადაირბინა უბრალოდ ერთმა ფიქრმა, რომ ჩემი ბრალი ხომ არ იყო. აი როგორ იცი მაშინ აი ერთი რამდენიმე თვის წინ რომ ჩემი ბრალი ხო არ იყო, იმიტომ რომ რაღაც ამბავში შეგრძნება არ მქონდა რა. აი პირველ შულზე ეგრევე სიყვარული იყო და როგორც კი გავიგე რუსულად რაღაცა ვერ გრძნობდი რა და ეგ შეგრძნება ფიქრი მქონდა რომ მე ხო არ გამოვიწვია ეს თქო და დანაშაული შეგრძნება და გაქრა ეგრევე ჩავკეტე. და მან აი ჰოლოტროპის დროს მივხვდი რომ ეს დანაშაულის შეგრძნება უბრალოდ ჩავკეტე ჩემში ემოციები ჩავკეტე და თითქოს ამ ბავშვსაც არ მივეცი საშუალება რომ გამოსულიყო რა და აი მაშინ ვიმშობიერე ემოციურად თითქოს სულიერად და ესეთი ვიზუალი იყო რომ სიყვარულით გავუშვი ეს პატარა ბავშვი რა აი დავხატე კიდევაც დღემდე მაქვს ის ნახატი რაღაც საოცრება იყო და ოღონდ რა იყო ცი აი დიდი სიშავე იყო მუცელში ვგრძნობდი და უბრალოდ ცოდნა იყო მე რო ეს არ გამეკეთებინა ზუსტად აი ეხლაც როგორც მე და შემსაუბრობ და ვხედავთ ეგრე ვიცოდი რომ სიმსივნე გარანტირებული მქონდა იმდენად შიგნით ეს ყველაფერი იყო დარჩენილი აი და მანდ ეგ რომ მოხდა მე მივხვდი რომ თურმე რაღაცები ხდება იმის მიღმა ვიდრე მე გარედან ვხედავ და ვაცნობიერებ რა თურმე ღრმაშრეებიც არსებობს და მოკლედ მე კიდე უფრო ჩავედი და ერთმანეთს მიეწყო ძალიან ბევრი რაღაც აი ოღონდ გარდატეხა იყო ტკივილი აი ყველაზე დიდი ტკივილი აი არ ვიცი სულის ტკივილი 3 დღე რო არ გძინავს და არ ჭამა ეგეთი ტკივილი იყო და მაგ დროს რა ანუ რა ოჯახური საკითხი იყო რაღაც რო ყოფილ მეუღლეს ეხება და ანუ რეალურად ოჯახის დანგრევა იყო და ანუ მე თვითონ დედა ჩემი მამა ჩემი გარშორებულები არიან მე 2 წლის ვიყავი და რაღაცნაირად ჩემთვის ის იყო რომ აი ოჯახი უნდა შემენარჩუნებინა რა აი მინდოდა თითქოს რომ იგივე არ ხო რა ბავშვებზე იგივე ტკივილი არ განეცადათ რაღაცები და ხო ეგ იყო ძალიან დიდი ტკივილი აი მაშინ განვიცადე რაღაც აი თითქოს გული საგულედან ამოგგლიჭეს რაღაც ეგეთი ნუ იქ დიდი ისტორია რაც მოხდა და ასე შემდეგ მაგრამ ხო აი მაგ ტკივილმა თუ აი ესე მივდიოდი რაღაცა 60 კმ/სთ უცებ 360 კმ/ით გავფრინდი რომ აი აქედან ამოვსულიყავ იმიტომ რომ ხვდებოდი რომ რაღაცნაირად ჩემი ხელიერია ამ ყველაფერში მაგრამ არ ვიცოდი როგორ დავნებებულიყავი ამ ყველაფერს და ბოლოს ესე იგი დანებდი ეხლა რო თქვი დანებება და არ ვიცოდია და ხო იყო კი და მე გაიაზრე უკვე რომ შემოქმედი შენ იყავი მაგისიც თითქოს და ეგეც შენი შეიძლება ან ცნობიერი ან არ ცნობიერი რაღაცა არჩევნების და პატერნების შედეგი იყო კი რაც მიიღე საინტერესო იყო რომ მაშინ როდესაც ეგ მოხდა მაშინ რამდენიმე მარათონს გავდიოდი პარალელურად ანუ პროცესი დაწყებული იყო იმიტომ რომ რაღაც სამსახურში მიჭერდა და მეგონა რომ აი სამსახურის ბრალი იყო რომ ვერ ვნახე რა მინდა რომ ვაკეთო არ მომწონს ანუ უფრო ფოკუსი მქონდა იქით რომ მტკიოდა რატომ მტკიოდა რომ სამსახურში რაღაც ცვლილება მინდოდა თან მაშინ გადავწყვიტე რომ სამსახურიდან წამოვსულიყავი წამოხვედი კი ანუ გადავწყვიტე რომ წამოვსულიყავი გავაჟღერე ძალიან კაი კომპანიაში მუშაობდი და საყვარლესი უფროსი მყავდა. უბრალოდ აი რაღაც ერთ დღეს რო გაახელ თვალებს და მიხვდები რომ აი არა არ ვარ იქ და არ ვარ მართალი. ხო, როგორ მიიღე გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩემი ირგვლივ და მსმენია რომ აი ძალიან უჭირთ რომ მიიღონ გადაწყვეტილება, რომ რაღაც შეიძლება ტოქსიკურ გარემოში არიან, არ სიამოვნებთ იყოფნა და აი
ვერ მოდიან, იმიტომ რომ არიციან შემდეგ რას იშოვიან, აი მატერიალური ისეც აკავებ და ძალიან გასაგები არის და აი შენ როგორ მიხვედი მაგ გააზრებამდე რომ აი კმარა რა უნდა წამოვიდე. იცი როგორ რაღაცა იყო, მანამდეც ხო დაწყებული მქონდა ეს, ანუ მткиო და რაღაცას ვერაფერს ვერ ვცვლიდი, ხო, რაღაც ერთი პოზიციიდან მეორეზე გადავედი, რაღაცას ვერ ვცვლიდი. ჩემ თავში ვიქექები ამ დროს ფსიქოლოგიც მყავს, რაღაცებზე დავდივარ, არ ვიცი, ყველაფერს ვაკეთებ, არ ვიცი, ენიაგრამა, ისა ეს, აი, ყველაფერს ვაკეთებ, რომ მეთქი რაღაც გამოსავალი ვნახო ამ სიტუაციიდან რა. პარალელურად ოჯახის თემებია, სამსახურის თემებია და აი ამების იმაში ვარ მგონია რომ ოჯახი მოგვარდა და სამსახურზე ვარ ფოკუსირებ. აი ხო, კიოსავით რა, ხო? მაშინ იყო რომ ხაცნაირად აი ერთი დღე საუბრობდით სტრატეგიაზე, ბიზნეს ერთეული როგორ განგვევითარებინა და მეორე დღეს რო გავიღვიძე, აი უბრალოდ ცოდნა იყო, შიგნით იყო სიმყარე და ცოდნა, რომ მე აქ აღარ მინდა მუშაობ. და უბრალოდ მივენდე მაგ ხმას და ეს ინტუიცია ხაცნაირად ბავშვობიდან სულ იყო ჩემთან. სხვათა შორის 2009 წელს თენგო, ძალიან ცნობილი თენგო რო იყო, იოგი. თენგო. იმასთან დავდიოდი ხოლმე და აი იქაც რო დავდიოდი და იოგას ძალიან აქტიურად ვაპრაქტიკებდი, იმხელა ინტუიცია იხსნებოდა ხოლმე ჩემში, რომ ცოტა მეშინოდა კიდევაც, რომ რაღაცას გაიფიქრებ, მოინდომე, აი რასაც ქვია flow იყო, ეხლა ხვდები რაც იყო. მაშინ ხოიცი როცა იმას შობა რა ქვია. ხო და ეგ გამბედაობა სულ მქონდა, რომ რაღაცა მოვიდა და მივყვე მაგას, აი იმპულსს გავყვე. ხო, ნდობა გქონდა ეგეთი უხილავის მიმართ. ხო, ეგ ძალიან რთული არის. აი გრო გაყვე ისე რომ არ კითხო, მე რა იქნება, იმიტომ რომ არ გინდა ადამიანებს რაღაც safe zone გვინდა და გარანტიები, რომ მე თუ ამას ვიზო, მაშინ რაღაც უნდა იყოს და ეგრე რომ გაყვე, რომ ვაფშე გარანტიები არ გქონდეს საერთოდ, არის ძალიან რთული და ძალიან მამაცის აქციელი ჩემი აზრით. ხოდა. მამ იცი, კაი, რა დავიწყე ეს საქმიანობა, მაშინ მქონდა ეგეთი სლოგანი, ვით გაბედე და იციმციმე. სასაყვარელი. იმიტომ რომ მაშინაც ეგრე იყო თითქოს მე გავბედე და აი ციმციმ იმიტომ რომ ბავშვობაში რაღაც თვალები უციმციმებსო და რაღაცა მაგას მეუბნებოდნენ და მაგ პერიოდში ისეთი ჩაკლული მქონდა, აი ნაცრისფერი ვიყავი ჩვეულებრივ. ჩემ თავსაც სარკეში რო უყურებდი, ვერ ასოცირდებოდი, ანუ აღარც ვიცინოდი, აი გაუცხოება ქონდა ძალიან დიდი, აი ხა რაც მიყვები, აი როგორ ხედავ, ვიცი რომ შენ მაგ პერიოდში შენი ცხოვრების რაღაც ერთ თავს ბოლომდე ასრულებდი. კი, აი სამსახურს, ურთიერთობებს, იქნებოდა ეს კარმული თუ შეძენილი ამ ცხოვრებაში მნიშვნელობა რა გასრულებდი და იწყებდი სრულიად ახალ ცხოვრებას. კი და რაც კი რამე ნიღაბი მქონდა, აი მაშინ მე ვაკვირდებოდი მაგას, რომ რაც კი რამე, ხოიცი, კარგი გადამხდელი ხარ ბანკში სესხის. აი ეგეც დავანგრი, ანუ ყველაფერი დავანგრიე. ცუდი გადამხდელი. ცუდი, იცი რა პერიოდი დაიწყო მე, რომ აი აბსოლუტურად ამოტრიალდა ყველაფერი. Plot twist-ი. მე ვფიქრობდი, რომ ვაიმე, ესეც კი გამოვიწე, იმიტომ რომ როგორ რაღაცა იყო, აი მაგალითად ჩემ მეუღლე თუ იმას შეძლო რომ გადაეცილა, ჩემთვის ეს როგორი წარმოუდგენელი იყო, იმიტომ რომ არ არსებობს, ვამბობდი, რომ არა, ეს უნდა იყოს ესე. და მე აი თითქოს მეორე მხარესაც, აი ამ პოლარობების მეორე მხარესაც მოვხვდი. ცნობიერად, არაცნობიერად სამყარო მიმიყვანა მან თუ რა არის, ანუ უცებ ისიც გავხდი, მაგე კი არა ერთხელ სულ ბრაზდებოდი, რომ საწინააღმდეგო ზოლში თუ გადადიოდა ოტომანკანი და აი რამჭირდა ის როგორ შეიძლება. წესრიგი დაახვია და წესრიგი ხო და ერთხელ იმაზე რა ქვია, ვაშლი ჯვარში ისეთ საცობში ჩავედი და უცებ მივხვდი, რომ აი ამის უფლება მივეცი ჩემ თავს. არ მომეწონა, ჩემი არ არის, მაგრამ ანუ ეგ მეორე ნაწილიც გამოვიცხოვრე რა, ანუ თავის ეგ ნაწილიც ხო ნახე. ხო და ანუ მე მივხვდი, რომ თუ ერთ რამეში ვარ სადღაც გაჭედილი, რომ აი აგინდა თუ არა ესეთი ვარ, ძალიან წესიერი, ძალიან წესრიგა, ესე იგი ჩემში მეორე ნაწილი არსებობს სადღაც, რომელიც ჩაკეტილი მაქვს სარდაფში და არ გამომყავს იქიდან. და ის ყოველთვის იქ ბუინობს, გამოსვლა უნდა და ვიღაცებში ხედავ მაგას და არ მოგწონს და უბრაზდები და რაღაცა განიკითხავ. ამ დროს
შენივე ნაწილია, რომელსაც არ იღებ. ხო და მოკეთ ეგეთი რადიკალური რაღაცების ჩამოშლები და ცვლილებები. ხო და ეგეთი პრაქტიკებიც არის, სადღაც ვსმენია, რომ ანუ გააზრებულად და სპეციალურად ხო საპირისპირო უნდა აკეთო, რომ აი ეგ შენი რაღაც იდეალური შენი თავის ხატი რაც გაქვს და ესე ეგო რომ ჩამოშალო და უფრო რაღაც რეალური გახდეს, იმიტომ რომ შენ რაც ახსენ პოლუსები, ანუ მეც ეგრე უყურებ, რომ ერთი მხარე არის ეს რაღაც ძალიან წესრიგი, მეორე ცოტა წესრიგს რო არ უღებს და მაგათ ორივე ხო ჩვენ იმიტომ რომ ორივე ჩვენი შექმნილი არის ადამიანური ის არის ორივე და უკვე თლიანობაც ეგ არის რა ორივეს რო იღებ შენში ხო შენ ნაწილად რა კი ბატონო ოხ მაგარი არის დინე რა მაინტერესებს რომ მაგაზე გამახსენდა ერთი პრაქტიკა უნდა გითხრა ჩემი მეგობარი მიყვებოდა სადღაც გაიარა ესე იგი სუპერმარკეტში შედიხარ ხო ძალიან ანუ კალათას ავსებ და მიდიხარ სადაც რიგია ურიგოდ შედიხარ ატარებინებ და ბოლოს როდესაც გაატარებს ეუბნები რომ ვაიმე დამჩა ბარათი მარტო მაგის წარმოდგენაზე რა უხერხული ხო აი მაგ უხერხულობაში გავლა რომ რას იფიქრებენ და აი ზუსტად ეგ არის რომ იდეაში რა არის ხო შიშია რაღაცა ნორმა, რაღაც ხატი მაქვს ჩემი თავის შექმნილი და იდენტობად მაქვს უკვე მე აღქმული ხო რომ აი ეს ვარ მე და თუ ესეთი არ ვარ, მაშინ ან რა ვიცი გამკიცხავენ, გამაკრიტიკებენ. ой, canceling-ისაც რო გეშინია. ხვდები რომ so what? ანუ ეგრე რო იყოს რა მოხდება? გადარჩები. ხო და მაგის გააზრება თითქოს რთულია, მაგრამ თუ გაიაზრე ეგ და მართლა გაისის ხორცე რომ ანუ it's okay რომ ეგრე იყო და აი შენაც ვი გადარჩები, აი უდიდესი შვება მგონია რომ იქნება ეგ რომ აი არაფერი აი ხო მოშვებული ხარ მე რა ვის რაც უნდა იფიქროს შენზე, ვის რაც უნდა თქვას, აი შენ ხარ ცენტრი აი ეგა ალბათ ცენტრის დაჭერა რომ შენ როცა მაგას ვერ ახერხებ ცენტრი არ გაქვს და ან გაქვს და ცოტა მორყეულია, ცოტა სიმყარე აკლია და მაგ დროს უფრო ისე ხარ ელაინდ რომ იცი ვინ ხარ და რა ხარ ხო და ცენტრი უფრო სხვები არიან შენი ცენტრი რა აი სხვების აღქმა შენ დამი არის შენი ცენტრი ხოლმე რა რასაც ვაკვირდებოდი ადრე და ეხლა უბრალოდ შენ რაც ხარ ის იცი ხო რა ეხლა რაც ხარ ის იცი იმიტომ რომ ერთი რომ გამოკვლეული გაქვს ნანახი გაქვს უფლება მიცემული გაქვს შენი თავისთვის ხო რაღაცების და მერე თან მაგ ყველაფერს ემატება გულწრფელობაც იმიტომ რომ მე შეიძლება დავინახო მაგრამ შემეშინდეს რომ გავაზიარო ჩემი ნამდვილი ვერსია და მე მეგონა რომ ძალიან გულწრფელი ადამიანი ვიყავი იმიტომ რომ თითქოს რასაც ვამბობდი პირდაპირ ყველას პირში ვახლიდი ამ დროს ჩემ თავს ვატყუებდი ყველაზე მეტად იმიტომ რომ რა ვიცი რაღაცნაირად ვიქცეოდი ან რაღაცას წარმოვაჩენდი რომ ვითომ ესეთი ვარ ანუ ჩემივე თავის მოტყუებით და უპატივცემულობით ვიყავი დაკავებული ისე რომ ვერ წხვდებოდი მაგას. იმიტომ რომ რაღაცა ნორმებში, იმიჯებში, რაღაცებში ვიყავი არეული და ეს რო გავასწორე, მე ეხლა დავიწყე გაბედვა, ეხლა რა кайხანია დავიწყე გაბედვა იმისი რომ არც ჩემ თავს მოვატყუო და არც სხვა ადამიანს არ მოვატყუო და თან პატარა რაღაცეებში, აი მაგალითად თუ მაგვიანდება რაღაცა გარემოს კი არ დავაბრალო ან თუ არ მინდა იქ წასვლა, თქვა რომ იცი რა არის? დღეს სხვაგან ვაპირებ წასვლას, ან დღეს მირჩევნია რომ სახლში დავრჩე და ბავშვს მივხედონ, რაც არის. ის კი არა რომ ძალიან მინდა მე თქვენთან წამოსვლა, მაგრამ ვაიმე და არ გამომდის. ხო, აი ეგ არის უკვე რომ მიღავს ირგებ, ხო? არა, ხო, გეთანხმები. ხო, და აი როგორი რაღაცა იცი, როდესაც ეგეც რთულია. რთულია, კი, იმიტომ რომ გეშინე რომ აი მე არ ვაწყენინო. ხო, რამე ცუდი არის ფიქრონ ჩემზე რომ მე აი ესეთი ან არ მინდა მათთან ერთად, ხო? ამ დროს რა ხდება, ხო, მე რეალურად ვღალატობ საკუთარ თავს. ხო. ანუ ჩემ თავზე ვიძახი უარს, იმიტომ რომ მე ჩემ თავს ვეუბნები რომ მოდი მე იმათ მოვატყუებ, იმიტომ რომ ისინი არიან მნიშვნელოვანი რას იფიქრებენ ჩემზე. და აი ეგ რო შეიცვალა, უკვე მე პატარ-პატარა რაღაცებში ვაკვირდები და ვაკვირდებოდი, სად ვიტყუებოდი. ოღონდ მართლა ისეთია რა, რთული დავალება არ არის მარტივი, მაგრამ ანუ ხედველობის არეში უნდა გქონდეს, იმიტომ რომ შენ რაც ვქენ ძალიან ყოფით რაღაცებში ის შეიძლება გამოგეპაროს, რომ ვერც შენიშნო, რომ ეხლა რაღაც მოიტყუე. კი, აი ისე არის
ჩასისინებული ეს პატარა ტყუილჩიკები. ხო, რომ ვერც კი ხვდები, იმდენად აი ხო. ხო, აი შენ რაც თქვი, ხა მე მყავს მაგალითად ახლობელი, ვინც მსგავსი რაღაც გააკეთა, რომ სიტყვაზე რო ვეძახდი, აი გამოხვალ გარეთ ან რაღაცა და სუმეურება და არ მეზარებ რაღაც, ანუ დასყისიან ძალიან პროტესტის გრძნობა მქონდა, რომ აი რატო მიუღებლობა უფრო სწორედ რა, მაგრამ მე გავიაზრე, რომ მარტო მეზარებას არ იძახდა რაღაც რეალური იყო, იმას იძახდა ხოლმე და მოკლედ თავის რეალურ თავს აი 100%-ით მაგიდაზე დებდა. და მარტო მე არა ირგვლივ ვინც ვიყავ, ყველას ცოტა ხანდახან მიუღებლობა გქონდა რა, რომ ეგ მიუღებავთან ისა რომ თან გინდა რომ ყავდეს გვერდით, მაგრამ თან ნერვები გეშლება რომ ეგრე რატო იმაშოა, მაგრამ როცა უკვე აი გავიაზრე და მივიღე რომ აი ეგეთი არის 100 მაგად უფრო შემიყვარდა მე რეალური როგორც იყო. ის კი არა რომ აი რაღაცნაირად იკატუნებს თავს რო აი ვერა რაღაც, ანუ უფრო აი ბევრად მაგარი იყო ხო აი რეალურის მიღება და სულ სხვა ურთიერთობა დაიწყო მე მაქედან. აუ ძალიან კაი რაღაცა თქვი და თან მაგას კიდე რა ემატება იცი რომ ის თუ გულწრფელია და აუთენტურია რაც არის შენი სინამდვილეში ნერვული სისტემაც შვიდად არის. იმიტომ რომ ქვეცნობიერად ხვდება რომ ის რაც არის იმას გეუბნება. ხო. და თუ აი პატარა ტყუილს მაინც ამბობს, ეგ ხო სხეულებრივად შეგრძნება გვაქვს. ხო, მე მოდის ეჭვები ურთიერთობაში და ზუსტად მანდარი ხოლმე ეს გეფები რაც ჩდება ურთიერთობაში. ანუ ჯობია მართლა გააზიარო, რომ კი ნაწყენი ვარ რაღაცაზე, შეიძლება ან რაღაცა ესე ვიფიქრე, ან ისე ვიფიქრე, ვიდრე შეალამაზო, იმიტომ რომ იმ შელამაზებას მეორე ადამიანი გრძნობს, კითხულობს ეგრევე ნერვული სისტემა, ეგრე ვართ. ხო, ვერ დამალავ მაგრამ და ამიტომ მე აღარ იცი რა ხდება შენში, მაგრამ რაღაცა რო ვერ არის ურთიერთობაში ხვდები. კი. ხო, და აი ამიტომ აი ეგ ძალიან ესეთი subtle როგორ არის ხო რაღაც სათუთი ხო რა ფაქიზი ხო ფაქიზი მომენტები როდესაც საკუთარი თავისაც იცი და სხვებისაც რეალურად აი ამ აუთენტურობით ძალიან დიდ ნდობას უქმნი ურთიერთობას. კიდე ბევრად ღირებული არის ეგეთი რაღაც, იმიტომ რომ რეალობაზე დაფუძნებულია და არა ფსევდო რაღაცეებზე, იმიტომ რომ ის ფსევდო შეიძლება ისე ჩამოგენგრეს, რომ რეალობის მიუღებლობა გაგიჩინოს მე რაღაც მომენტში და ასე რომ ჯობია მაქსიმალურად ადრე ეგ მოგვარდეს. ნინ, შენ როცა აი ყველაფერი ახლა მოკლედ აი ეს ნაჭუჭები ჩამოიშორე ყველაფერი, ახალი ნინი ესე ვთქვათ, წამოწია უფრო წინა პლანზე და უფრო ნამდვილი ვინც იყავი. ოღონდ მანდაც იქნებოდა, რომ ყველაფერი არ ჩამოგეშლებოდა ცხადი, ანუ ბევრი აი სიტყვაზე სამსახურმა ბიზნესი ახსენ, ჩემი აზრით ძალიან დიდი ცოდნაც მოგცა, რასაც ეხაც იყენებ ამ შემსფეროში. მეც მაგალითად რაღაც მე მოგზავნებული მედია ხელოვნება. ეხა არ ვარ მაგან ხრით, თუმცა აი ის რაც მომცა ის ცოდნა პრაქტიკული მგონია რომ ყველაფერი შემიძლია მოვარგო მუსიკას, არ ვიცი რაც პრაქტიკებს, ეგ მგონია რომ ცხოვრება მაინც რაღაცეები დაგიტოვა და რაც არ იყო საჭირო ჩამოგფერთხა ესე ვთქვათ რა. ხო და მაგ დროს შენ როდის გადაწყვიტე რომ პირველ რიგში როდის იგძენი რომ აი უფრო უკვე მყარად იყავი, აი გაიარე აი ესე ვთქვათ განშორების ყველა სხვა რაღაც განშორების ის ადამიანთან რო დაშორდები პერიოდია, როცა აი ჰილინგის რო მოიშუშებ მაგ რაღაც ტკივილს. აი ყველაფერი ალბათ კიდე რაღაც ტკივილებიც გექნებოდა, იმიტომ რომ რაღაცას ხელს რო უშვებ, იქნება ეს ურთიერთობა თუ ძველი, გინდა არ გინდა, მაინც რაღაცას გძნობ რა. შეიძლება იმ მომენტში არა და ტალღობრივად მე მოიტანოს რა. ხო და როდის იგძენი რომ აი ხა უფრო ყარად იყავე, როდის ამოისუნთქე კარგად და გადაწყვიტე რომ დროა რომ ეხა მე გავუზიარო სხვებს ჩემი გზა და დავეხმარო სხვებს. იცი როგორ იყო ერთმანეთზე იყო ესე გადაბმული, იმიტომ რომ როდესაც აი 2020 წლის ბოლოს ეს რაღაცა კონკრეტული მომენტი მოხდა, როდესაც აი დაშორება არ დაშორების მომენტი იყო და თან პლუს ამ ყველაფერთან რაღაც დიაგნოზიც იყო ბიპოლარული აშლილობა და აი გადაარჩინო და არ დაშორ აი რაღაც მაგის არჩევანის მომენტში ვიყავი. მე ლეო ინსტიტუტი იყო, მივხვდი რომ აი ეს ყველაფერი ჩემი ამბავია. მე შევრიგდით, დავორსულდი მეორეზე. რაღაცები ვცადე, რაც აი ჩემთან იყო ის მომენტი, რომ აი თითქოს არ მიცდია და მინდოდა რომ ეგეც მეცადა, რომ აი
completion-ი ყოფილიყო ამ პროცესის, მაგრამ ამ პერიოდში დავიწყე საშას ქონდა კაცმას რაღაც ექსპერიმენტალური ჯგუფი, დისფუნქციური ოჯახის შვილები 12 ნაბიჯის და სადაც წელიწად ნახევარი ამას ყოველდღე რაღაცას წერდით, ვაკეთებდით, მუშაობდით აი ამ პროგრამის მიხედვით. და ყავდა ყოველთვე ბადი, ანუ მეგობარი, ვისაც უზიარებ და ყოველდღე რომ რაღაცას უზიარებ. აი ეგეთი პროცესი არის, რომ ეგეთი პროცესი იყო, ხო, ანუ ძალიან ინტენსიური. ოღონდ პარალელურად კიდე ჯგუფურ თერაპიებს გავდიოდი, მიურეის მეთოდი, 5 დღიანი, 8 დღიანი, 4 დღიანი, ანუ ინტენსიური პროცესი ვიყავ, იცი, რომ აი მეთქი აქედან უნდა გამოვიდე რაღაცნაირად, იმიტომ რომ ხვდები, რომ ჩემი თემა რაღაცას ვაკეთებ ისეც, რომ ვერ გამოვდივარ. და მანდ მივხვდი ძალიან დიდ ძალას აი ამ გაზიარების, ჯგუფების. მე ხოთი უკავშირი რო არის, რომ აი რაღაცა კარგად გამოგდის ნინი, რაღაც კოუჩობა ხო არ გინდა. ამ დროს მიყვარს ეს გაზიარება ბავშვობაშიც, სკოლაშიც მიყვარდა, რომ ვზიარებდი მასწავლებლობანას, რომ თამაშობდი, ასე ვთქვათ. მე საბოლოო დაშორება იყო, 8 თვის ვიყავი ორსულად, რომ აი მართლა გადავწყვიტე, რომ მივხვდი, რომ აი დიაგნოზი იყო დამოკიდებული, თანადამოკიდებულის. ოღონდ აი ძალიან ინტენსიური. ხო, ძალიან გამოსავალშიც დავდიოდი. მანდ მივხვდი, რომ საერთოდ სხვაგან ვიყავი და თურმე ჩვეულებრივი თანადამოკიდებული ვარ და ზუსტად ისე ვიქცევი, როგორც თანადამოკიდებული ცოლები, დედები, დები, ძმები და ასე შემდეგ იქცევიან. და ოღონდ აი მე უკვე რო ჩაირთო ეს ჩახსნის პროცესი, სეპარაციის პროცესი, იმდენად აი გადაჯაჭვული ვიყავი, ხო? 1-2 წელი გაგრძელდა. ოღონდ მტკივნეული, აი სულ ახალი შრე იყო, 2 თვეში ერთხელ ჩემ მეგობრს ვეუბნებდი. აი ეხლა მეთქი გავისე, ყვდებოდეს ეს 1 თვის წინაც ხო ეგრე მეთქი, არა ეხლა სხვა დონეზე გავუში. ხო და მე მახსოვს, რომ სადღაც 2 წლის ანუ ძალიან ტოქსიკური ის ქონდა, ძალიან ტოქსიკური ურთიერთობა. ეხლა გვაქვს ფანტასტიკური. აი ფანტასტიკური, აი მე თვითონ აღფრთოვანებული ვარ და ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ჩემი ორი უსაყვარლესი შვილის მამაა და ძალიან კაი ადამიანი. თვითონაც დიდ პროცესებში გავიდა და მადლიერი ვარ, რომ მან მეც გამატარა აი ავკარგიანობაში მაგ პროცესებში, და ძალიან ბევრი რამე ვისწავლე ჩემი თავის შესახებ. ხო და იყო რაღაც აი ერთხელ ესეთი ძალიან საინტერესო ეპიზოდი. ხო გავუშვი, აი რა ვიცი, იცი რამდენი რაღაცები მაგ გაკეთებული, აი მე რა გიღწევ. ანდახან რომ ჩამოვწერ ხოლმე, მე კიდე მახსენდება, უი, ესეც გაკეთებული მაგ. ხო და ხამე მეღვიძება 4 საათზე, რა ზოგადად 4 საათზე თუ მეღვიძება ხოლმე, მაშინ აი რაღაცა, ხო იცი ის პერიოდი როცა რა. ხო და რაღაცა ინფორმაცია მომდის ლილისთან დაკავშირებული, მანდ ახალი დაწყებული მაქვს ეს ცალკე პეიჯი გავაკეთე, რომ ვითომ უკვე გაზიარება მინდა. ხო და ნუ უბრალოდ ეს ინფორმაცია რომ მოდის, მეც ავიღე ტელეფონი და ვიწერ, რა იხეთ ფლოუში რომ რაღაც დაუნლოუდებით რო გაქრანე. აი უკვე უნდა დავიძინო, რომ აკაშას დღიურები, ტვინში ამომიგდო ეგეთი ფრაზები რა და მეთქი აკაშას დღიურები ვაფშე რა არის. კაია. ხო და უკვე როგორ ვერცი, ანუ დავიძინო თუ რადგან ეხა ის ყველაფერი ჩავიწერეთ, ხო მოდი ამასაც დავსერჩავ რა არის ერთი. ამომიგდო აკაშას ქრონიკები. მზეონა იბერიელის მედიტაცია და ჩავრთე ეგ. ჩემეთქი რას კარგავ. ჩავრთე და აი რასაც ქვია გავედი რაღაცა სხვა განზომილებაში და აი იქ როგორ რაღაცა იყო, იცი? რაღაც მომენტში იყო, რომ აი მეთქი რატო არ ჩანს არავინ, ეს ხოთი ქალურად რომ მოგინდება. რატო არ ჩანს არავინ ჩემს ცხოვრებაში მამაკაცი და უცებ აი იმ რაღაც სეტინგში სადაც ვარ, ოთო არის. და მეთქი რა უნდა მეთქი ამდენი ხანია გავუშვი ყოფილი, გავაკეთე და უცებ დავინახე რომ ბორკილები უკეთია და მე მიჭირავს გასაღები რა. ანუ ეს გასაღებით იმასქენი გავუშვი, რა რაღაცა. ამას მედიტაციის დროს ხედავ? მედიტაცია, ხო და აი ხედავ მე სიზმრება, არ ვიცი რა ხდება რა. ანუ იქ მთელი პროცესები იყო, აი ამოშვების, რაღაცის გაშვების. და აი მართლა რასაც ქვია, იქ რაღაცა სხვა დონეზე დავასრულე და მახსოვს რომ მეორე დღეს თვითონ ინსტაგრამზე ეწერა დავბრუნდიო.
და კაი მეთქი რა ხდება. ეხლა ისე არ ხმამაღლა რო ყვები ამას ყველაფერს. ეგეთი ის იყო, მეთქი ვაუ რა ხდება. მართლა აკაშას ქრონიკები არ მახსოვს როდის გავიგე ამის შესახებ. ნუ ალბათ ძალიან ღრმა ბავშვობაში სადღაც შეიძლება იქ კლუბში რაღაცა შტაინერზე როცა იყო მანდ მოვისმინე, მაგრამ ესე ჩემს ცნობიერში ესე არ იყო ეგ ინფორმაცია რა. ოღონდ მაგას მივყევი ხო და ეგეთი რაღაცა ცოტა გეშობები. მაგის მე გიკეთებია კიდე ეგ მედიტაცია? კი. და ვაკეთებდი ხოლმე და იყო კიდე რაღაც ეგეთი კი რაღაცები იყო. და თვითონ აკაშის ქრონიკებს უფრო ხო არ ჩაუღრმავდი, ანუ მედიტაციის გარდა. იმიტომ რომ ეგ ხო არის რეალურად სამყაროს ბიბლიოთეკასავით, სადაც ყველაფერი არის საერთოდ და მე რა იყო იცი? მე მქონდა, მე დავიწყე რაც ქალღმერთების შეკრებების გაკეთება ყოველ კვირა. იცი როგორ რაღაცა იყო, რომ ანუ მეც ეს ცოდნა რაც მქონდა, მინდოდა გამომეცადა და რაც იყო აქტუალური, მაგალითად ხმის გამოშვება და უფლების მიცემა, რომ საერთოდ ხმა ამოვიღო, თქვა კი ან არა. ან სახელი და გვარის მიღება, რაღაცა სხვა თემები მომდიოდა ხოლმე და ყოველ კვირა სხვადასხვა თემებზე შეკრებებს ვაკეთებდი და ერთ-ერთი დღე აკაშას ქრონიკებზეც მქონდა რა, მედიტაცია, გიდირებული მედიტაცია გავაკეთე მაშინ და სხვაში ძალიან საინტერესო შედეგებით იყვნენ ყველანი რაღაც. იმიტომ მე არ მიცდია აკაშაზე, საერთოდ არაფერი არ მიცდია, მარტო ხო ეგ წაკითხული მაქვს რა არის და რაღაც, მაგრამ აი ხა ერთ პოდკასტს რო უსვენდი, მანდაც ერთი ადამიანი ყვებოდა, რომ ნუ რამდენად სანდო ეგ მეორე პლანი არის, მაგრამ უფრო ფაქტობრივად რომ მივიღოთ რაც არის, რომ აი სიტყვაზე მედიტაციის დროს შევდიოდი აკაშის ქრონიკებში და ვნახულობდი სიტყვაზე ამერიკაში, როცა ის იყო რო აწერდნენ დამოუკიდებლობის პაკსელს, რა ხდებოდა იქ და ასე შემდეგ, თან მონაწილე ვიყავი, მეც ეგ გეგონება აი ფილმში რო შეხვი და გადაღებულ ფილმში უბრალოდ იქ მსახიობები ვერ ხედავენ, მაგრამ შენ ესწრები რაც ეგეთ რაღაცას აღწერდა და ძალიან საინტერესო არის ხო რა შეიძლება იყოს მან. ეს არის რა ქვია, იდეაში ხო რაღაცნაირი კოსმოსური საცავია ბიბლიოთეკა ინფორმაციას, რომ წარსულზე, აწმყოზე, მომავალზე ყველაფერი ახლა არის ხო? და სადამდეც მიხვალ მაგ ასე ვთქვათ, წარმოსახვაში არ ვიტყოდი, ანუ მაგ მდგომარეობაში იქამდე შეგიძლია რომ ინფორმაციები წამოიღო და შტაინერზეც ხო ამბობენ რომ აქედან ტვირთავდა, ასე ვთქვათ, კლაუდიდან. ხო, იმიტომ რომ შტაინერზე მეც ეკითხვა მქონდა, შტაინერს რო კითხულობდი, მეთქი ამდენი რაღაც ვიდუთხრა თქვა, სად წაიკითხა, ანუ რა ლიტერატურაში წაიკითხა თქვა ყველაფერი და ვერ ვიპოვე პასუხი და ბოლოს ხო ჩემი გააზრებაც იყო და მე სამყაროშიც მივიღე დასტური რომ ხო, ანუ ენდობოდა, განდობა შეგვიძლია დავარქვათ ჩამოტვირთვა. მაგ ინფორმაციას ღებულობდა მაქედან, ხო და ხო თან რა არის, იცი, აი იმდენად რაღაცნაირი ცხადი სიზმართხედვა არის თუ აი მდგომარეობა, რომ აი უბრალოდ კითხვაც არ გიჩნდება იქ, რომ რამე სხვანაირად აი ხო, უბრალოდ ხედავ. ხო. როგორც ახლა ხედავ, აი ზუსტად ეგრე მახსოვს ყველაფერი, თავის შეგრძნებებიან ყველაფრიანად. რა მაგარია. ხო, ძალიან საინტერესო იყო. ეხლა შენ რო ახსენე ქალღმერთების შეკრება და ეს იყო ესე თქვა პირველი ცდილობა ცოდნის გაზიარების და პრაქტიკის და როგორც ვთქვი ძალიან პატარა ინტიმური წრე იყო არ იყო რაღაც. მანამდე ერთი წლით ადრე იყო კიდე რაღაც მარათონი გავაკეთე, აი ფაქტობრივად ეს ტექნიკები შევკარი ერთად. და ერთთვიანი მარათონი იყო და ყოველ კვირა რაღაც ახალ ტექნიკას უზიარებდი და ყოველ დღე ძალიან პატარა 5 წუთიანი. და ეს ტექნიკები როგორ იყო შენ რახან ხარ ანუ სუნთქვით თერაპიის ყველაფერი სუნთქვაზეა? არა, სუნთქვიც იყო მან გონება, სხეული, სული აი ამის ერთობლიობა იყო ფაქტობრივად. და ხო, მარტივები ისეთი, მაგრამ ძალიან ძლიერი ტექნიკები ჩემთვის რაც უფრო შეიძლება დავარქვათ და შემისწორეთ უცდები დამიწებული რაღაც ტექნიკები, არა რაღაც ღრმა მედიტაციები და რაღაც არამედ უფრო აი ესეთი იცი როგორ იყო მედიტაციებსაც ვაკეთებინებდი, ოღონდ უკვე 4 შეხვედრა იყო ონლაინ და იმ ონლაინის დროს, მაგრამ ეს იყო ჯერ პირველი საერთოდ აი შეხება საკუთარ თავთან, მაგალითად ფაქტი, ფიქრი, ემოცია, რეაქციის სავარჯიშო ფაქტი, როგორც მოვლენა, აი რაღაც მოხდა ვიღაცამ დამათრიგერა და
რა ვიფიქრე, რა ვიგრძენი, რა ემოცია მქონდა და რა რეაქცია მივეცი. აი ნელ-ნელა რომ საკუთარი თავი შეიგრძნო, გამოხვიდე, ხო, გამოხვიდე, იმიტომ რომ მე ამას რო აზიარებდნენ, ჩემ უკავშირსაც უბრუნებდი. საერთოდ ეხლა ვაპირებ სექტემბერში, რომ 2 წლის თავზე ჩავუშვა კიდე ერთხელ. ის ავანთ განახლებული ვერსია. ანუ ახალ პრაქტიკებსაც ამატებ რამეს, ხო, დაპდეითებული. ხო და ისანამ გადავალთ უშუალოდ რა პრინციპით შეარჩია პრაქტიკები და მე რაც გამოვიარე ყველაფერი. ანუ ბოლომდე შენ ის არისო რომ მოდი ეს ჯობია რაღაც პაკეტივით რო შეკრა. პაკეტი იყო შეკრული, ოღონდ არაფერი ისეთი არ მქონდა მოტანილი, რაც ჩემ ტყავზე გამოცდილი არ მქონდა. ანუ ყველაფერი იყო შენი რეალური გამოცდილებიდან გამომდინარე და რეალურად შენ გზას ხო, რაღაც ეგ ხო. როგორც არის ხო თითქოს ყველა სხვადასხვა წახნაგიდან ყველა სხვადასხვა სპექტრიდან თავის გამოცდილებას აზიარებს. და შენი ესე ვთქვათ, აი მაგ პრაქტიკების, ვორქშოპების რაღაც ის, ანუ მიზანი არის, რომ ადამიანი ვინც არის ესე ვთქვათ, მონაწილე დაუბრუნდეს თავის თავს რაღაც განკურნო. აი თუ შეიძლება რაღაც ვორქშოპს სხვა კონდეს საერთოდ აი როგორ იცი რა ხო თუ ვიტყვით რას ვაკეთებ ხო? ანუ ვორქშოპებსაც ვაკეთებ. სადაც ეს ვორქშოპები არის გააჩნია, შეიძლება იყოს 2 საათიანი, 1 დღიანი, რიტრიტები, გასვლითი ვორქშოპები. და ღრმა ტრანსფორმაციული, სადაც ბევრი ერთად არის, სუნთქვაცა, ოშოს დინამიური მედიტაციაცა, პატარა განლაგებებისეული დინამიკები შიგნით. იქ არის ვინც მზად არის უფრო მეტად რომ კიდე სიღრმეში ჩავიდეს. აი რო წარმოიდგინო ბაღი, სკოლა და აი რაღაცა ეგეთი ისინი არის ეს მარათონი რომელიც აი უფრო დამწყებებისთვის რომ მოსინჯოს გაარკვიოს ხო შეეხოს რაღაც შეეხოს ტვინის ასე ვთქვათ ხაფანგებს, ჩემი ფიქრსად მივყევარ, რომ დაბრუნდეს აი აქ და ახლა, აი ამ მომენტში, იმიტომ რომ რაღაცები ავტოპილოტზე ხდება და როგორ გამოვიდე ამ ავტოპილოტიდან. და ტექნიკები ისეთი, რაც შეგიძლია რომ ყოველდღე აკეთო. მაგალითად, მეც ხო ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში იმიტომ ვაკეთებ, რომ მე თვითონაც აქტიურ ფაზაში ვიყო, მუდმივად და ჩართული ვიყო. და ერთია რომ აი ხანდახან მქონდა როგორი დაანაკლისი, იცი, აი 5 დღიან ტრანსფორმაციულ კურსზე ვიყავი, განათ და გაფერად და ყველაფერი და მე ისე უკან წავიდა, იმიტომ რომ ყოველდღიურობაში აღარ გადავიტანე. ხო, აღარ გააგრძელე და ხო მაგის რა თქმა უნდა დისციპლინა უნდა და კეთება რომ ჩაჯდეს უბრალოდ. და იდეაც მაგ მარათონის მაშინ იყო ის, რომ ანუ აი მხარდაჭერის დიდი ჯგუფი ყოფილიყო, სადაც ერთმანეთს დავამოტივირებდით და ყოველდღიურად იმდენად პატარა რაღაც ინტერვენციებს გავაკეთებდი, რომელიც საბოლოო ჯამში რაღაც სურათს მოგცემდა. იქ შეიძლება სუნთქვა ყოფილიყო, წარმოიდგინე რომ გიჟურად მუშაობ და რაღაც მომენტში შენთან notification-ი მოდის ტელეფონში და რაღაც პატარა სუნთქვით პრაქტიკას აკეთებ და წერდნენ რომ ვაიმე რა კაი არის ძლივ მე ხა მივხვდი რომ დღეს თურმე სუნთქავ აღარ არ შემიმჩნევია რომ სოცხალი ვარ საერთოდ. აი ეგეთი მომენტები რომ აი ამ ავტოპილოტიდან ამოვარდე. და რაც უფრო ამუშავებ მაგ კუნთს ხო კიდე უფრო ადვილი ხდება მე რომ მაგ დამკვირვება. კუნთი კაი შედარება არის, იმიტომ რომ კუნთიც თუ არა ვარჯიშე დუნდება მე და არის მაშუება, მაგრამ ხო, მაგიტოს ტონუსში უნდა იყოს და ეგეც მაგარი ახსენე რომ ანუ აი რიმაინდერებივით მისდიოდა ხალხს რომ რიმაინდერები იყო ხო დღის პანძილზე რომ აი აი 2 საათზე გვაქვს ამას ვაკეთებთ 2 საათზე აი დილით ვაკეთებთ მადლიერებას წერთ საღამოს რაღაც სურვილს და დღის შეჯამებას და მე აზიარებენ ვინც რო აზიარებს იგეც საინტერესო იყო სხვების წაკითხვა გამოცდილების მიღება შეიძლება სულ არაფერი არ გაიკეთებინა მაგრამ სხვების გაზიარებიდან მიიღო ინფორმაცია, ხო? და შენ ესე იგი უმეტესად იყენებ სუნთქვას, სუნთქვის პრაქტიკებს, სომატური სუნთქვა რა არის, არ ვიცი მე. არა, სომატური პრაქტიკებია, სხეულებრივი პრაქტიკებია, ხო. სომატური პრაქტიკა ნიშნავს სხეულებრივ პრაქტიკას. ოკეი. ანუ როგორ რაღაცა ანუ მაგალითად ჰოლოტროპული სომატურ პრაქტიკაში გადის, ხო? იდეაში სხეულებრივი პრაქტიკა, სუნთქვაც, ხუთი რითმის ცეკვაც ან სხეულებრივი. ოშოს აქტიური დინამიური მედიტაცია. სხეული არის ჩართული. უბრალოდ მე თვითონ რასაც ამ პრაქტიკებს, სხეულებრივ პრაქტიკებს ვეძახი, არის მარტივი სავარჯიშოები, სადაც ქვეცნობიერად შენ ისეთ ქმედებას აკეთებ, რომელიც უცებ ნათელს ხდის, რომ თურმე ცხოვრებაში ესე ვიღებ გადაწყვეტილებებს. აი
ეს შიშები არის წამყვანი და ძალიან მარტივი შეიძლება ის იარო ან უკან იარო და უცებ აღმოაჩინო რომ გეშინია უკან სიარული ან წინ სიარული მასშიც არის აქვე მოგშაც რაკეთებს სამდღიან განლაგებებს და იქაც არის შემყვანი ეგ ასე ვთქვათ სავარჯიშოები ანუ სხეულთან დაკავშირება მოსმენა ფიქრი გაქვს ჩართული არ გაქვს აანალიზებს ხომ იყურებს ანუ აი უცებ ხდები რომ პატარა მინი ცხოვრებას ცხოვრობ იმ დარბაზში ასე და რეალურად ხო რაც არის შენ ცხოვრებაში აქტუალური ეხლა მაგალითად ის ქონდა ритрити ქონდა გარიყულაში და იქაც რო გააკეთეს იდეაში ძალიან ცნობილი მარტივი სავარჯიშოა თვალდახუჭული არჩევანის გაკეთება ანუ ხელს კიდებ და იქიდან ირჩევ აი როგორი სხვადასხვანაირია იცი ყოველჯერზე რამდენადჯერაც არ ვაკეთებ რომ ვის რისი ეშინია ვიღაცა დგას და ელოდება როდის ამარჩევენ ვიღაცა დადის და მე რო აირჩევ უკვე სხვა პრაქტიკაში გადის ყველაზე ცეკვაში ან რაღაცაში ხო მე სხვა პრაქტიკაში გადავდივართ მე გაზიარებაც არის მაგას ვიყენებთ ხოლმე აი წყვილში პრაქტიკა რაც გვჭირდება ანუ ეს უბრალოდ პატარა მაგალითი და აი ყველაფერს გიყრის ეგ ხო შენი შიშები სად არის რა გმართავს ეხა ხვდები შენ ვორქშოპებს რატო ერქვა mirror-me იმიტომ რომ აი ყველაფერი რაცა გეგონება სარკეს უყენებ წინ ვინც მონაწილეს რომ თავის თავს ჩახედოს მაგ პრაქტიკებიდან და რეალურად აი ეხა ნახე მე როგორ ავიქვა შენ რაც მითხარი რომ შეიძლება აკეთოთ პრაქტიკის დროს რაც რუტინული ძალიან ჩვეულებრივი მარტივი რაღაცებია რაც უკან სიარული აი ეხა ალბათ რა ერთი 10 წელი შეიძლება უკან ესე არ გამევლო ანუ აი ეს როგორც არის ხო მაგრამ იმის დროს რო აკეთებ რაც თქვი სხვა გააზრებით აკეთებ ალბათ რახან იცი რომ მონაწილეობ და სხვა ხარისხი და ეგ უკვე სხვა შედეგს იძლევა ანუ ეგეთმა მარტივმა რაღაცებმაც სხვა ხარისხით გაკეთებულებმა უკვე სხვა ესე ვთქვათ ხარისხი უფრო არ არის რამდენადაც იმ მომენტში რაც ხდება შენ ცხოვრებაში აი რაც არის იმ მომენტში არა ხარისხს რას ვეძახი იცი ჩემთვის ეგრე არის რომ თუ აი ხა ხელი ავწია გააზრებულად უკვე სხვა ხარისხით ვწევ ხელს ანუ პროსტა აწევა კი არის ხო მივხვდი quality თითქოს უფრო ისეთი არის ხო აი ხო ხდები მან ხო და იგივე მგონია რომ თითქოს მანდაც ნაწილობრივ ხდება ეგეც არის ხო კი იმიტომ რომ ვიღაცას ბევრჯერ რო აქ ეგ გაკეთებული და რაღაც ცნობიერ ფაზაში უკვე შეიძლება მიხვდეს რომ უი აღარ მიჭერს ეს თითქოს გადავლახე. ამ დროს მანამდე 2 წლით ადრე რო ქონდა გაკეთებული, თელი სხეული ეწინააღმდეგობა და უკან ნაბიჯის გადადგმას, ან თუნდაც ხელის აწევას და ასე შემდეგ. ეგეთები რო უკან ვერ დგავენ. კი. ვის რა შიში აქ გააჩნია, ანუ აი შეიძლება პირიქით, შეიძლება დისოციაციას აკეთებს. ყოფილა ეგეთი შემთხვევები, რომ საერთოდ გამოდის ველიდან და არავის არ ირჩევს. ამ დროს დავალება არის რომ აარჩიო, ან იარო. ან მაგროს ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ მაქსიმალურად თავისუფალი გადაწყვეტილება მიიღო, რომ აი აუთენტურად რაც მოგივა. იცი, აუთენტურად აკეთებს მაინც ყველა, აი რაც არის, იმას აკეთებს. იმიტომ აი ჩვეულებრივი სიარული ან უკან სვლა, ან არჩევანის გაკეთება, ან რაც სხვადასხვა ვარიანტებია ხო და რაც არის იმ მომენტში, რაც აი გაიღვიძა ჩემში სხეულში იმას ვაკეთებ და მე უკვე რო გამოდიხარ მაგ მდგომარეობიდან მე აცნობიერებ რომ უი თურმე თან უკავშირიც არის დისკუსიაც არის და მან დაანალიზებ რომ ხო მე რო რეალურად ვეძებ ურთიერთობებს დღეს მინდა ურთიერთობებს სინამდვილეში გარეთ გაურბივარ იმიტომ რომ მეშინია ურთიერთობების და უცებ გააცნობიერებს რომ ეს კი მინდა მაგრამ თურმე შიში მქონია და აი ანუ სხეული გეხმარება რომ გაიგო ტვინი და სხეული დააკავშირო ერთმანეთს. იმიტომ რომ შეიძლება მე ტვინით მინდოდეს რაღაც, ან ვფიქრობდე რომ მინდოდეს, ან ვიცოდე რომ ეს არის რაც მინდა, მაგრამ სხეული არ მომყვებოდეს, ხო? და სხეულში იყოს ის რაღაც დაძაბულობა, მოჭიმულობა, ან პირიქით მგონია რომ, რა ვიცი, რაღაცას ვაკეთებ და რაღაც დიდი ინერციით ვაკეთებ და ამ დროს ესე ვაკეთებ. ან პირიქით მგონია რომ არ ვტკენ ვიღაცას და აი პირიქით შევარდები მის სივრცეში ისე რომ ვერც ვაცნობიერებ და თითქოს გამოდიხარ და გარედან ხედავ შენ თავს. ხო, ანუ საკმაოდ
არასტანდარტულს არ დავარქმევდი, ალტერნატიული ფსიქოთერაპიასავითაც შეიძლება ჩაითვალოს ეგ, იმიტომ რომ ეხლა თერაპიულია. ხო, იმიტომ რომ მეც ეხლა ჩემ ფსიქოლოგთან რეჟისორთან ვსაუბრობდი, მიახლოებით ეგეთ რაღაცებამდე მივდიოდი, თუნდაც საუბრით, რომ აი გონებაში ვხედავდი, რომ ხო ესე თუ მოვიქეცი, აი ის ხო, ანუ სულ აქ ვიყავი და შენ პრაქტიკებში რაც იცი თანაკაც არის და თანაკაც ანუ ორივეს ისა რომ აი მოძრაობაში მე შეიძლება ან რაღაცაში აღმოაჩინო ეგ ისინი და შეაერთო ხო და თან მოძრაობაში რომ გადაწერ მაგას უკვე კავშირდება ერთად და აქ თუ გადარჩი და ეგ რაღაცა გააკეთე ხო ცხოვრებაში თითქოს კი ცხოვრებაშიც გადიხარ და იქაც შეგიძლია ეგ გააკეთო ანუ რეპროგრამირება უფრო სხარტად და სხვა გზით ხდება ხო და რა უკვე სხეულმა გამოცდილება დააგროვა რომ ესეა ეს შემიძლია ამის უფლება მაქვს და რადგან გააკეთა ეგ გამოცდილება იქაც გადიხარ და შეგიძლია რაღაცა ერთი ნაბიჯით წინ წაიწია მაგიტომაც არის ხუთი რიტმის ცეკვა მაგალითად ძალიან მომწონს ძალიან კარგი ჩემთანაც ვინც დადის ხოლმე ეგრევე იქაც ვუშვებ რომ ან მე რა მომწონს იცი რომ უბრალოდ მე როგორი გზა გავიარე რომ ერთი მიმართულებით არ შევედი ამაში აქედანაც მივედი იქიდან სხვადასხვა წახნაგებით ხო ყველა მხრიდან შეუტიე რა და აი ეს ჰოლისტიკური მიდგომით ბევრად უფრო სწრაფად გაიხსნა რაღაცები და ამიტომ მეც ვცდილობ ხოლმე რომ მარტო ჩემზე მობმული კი არ იყოს ვიღაცა ან სხვადასხვა რაღაცებს გაიცნოს განლაგებებზე წავიდეს ხო შენ თავაზობ ესე ვთქვათ რა მენიუსავით რანაირი შეიძლება იყოს ეს და იმიტომ რომ აი სუნთქვის პრაქტიკა შეიძლება ყველასი არ იყოს ხო და ვიღაცისთვის იყოს პირიქით ხუთი რიტმი იქ იპოვოს ეგ შვება ეგ კათარზისი ეგ ტრანსფორმაცია და მაგარი არის რომ ხო აი ამ ხელა ასორტიმენტი არის პრაქტიკების რომ ჩვენი თავი უკვე შევიცნოთ და ვაბავთ ხოლმე რაღაცებს ერთმანეთს ახლა მაგალითად სუნთქვა და ხუთი რიტმი გადავაბით შეიძლება სუნთქვა და საუნდ ჰილინგი გადააბა. ხო, სუნთქვა საუნდ ჰილინგი მინახავს რო აბავენ და ძალიან მაგარი არის, რომ აი ხუთი რიტმის მერე რო სრულდება მანდაც ხო აი წვები და მაგ დროს რო საუნდ ჰილინგი იწყება, აი ნუ ერთი ნეტარება არის. არ გამომიცდია, მაგრამ მგონია რომ მაგარი იქნება, ხო. მე გამომიცდია, ძალიან კარგი იყო და სუნთქვით ვიწყებთ და ამ სუნთქვიდან დარელაქსირებული თუ როგორც გვია მაგას სხეულში მყოფი უფრო გახსნილი ხარ და სხვა მდგომარეობა უკვე ისედაც ჩართულია და გადადიხარ ხუთი რიტმის პირველ რიტმში შედიხარ ამ flowing-ში. აი ხა სუნთქვა ახსენ და მეც თან მინდოდა სუნთქვაზე რომ გაგვეგზელებინა ლაპარაკი, იმიტომ რომ რაღაცები მაინტერესებს და აი სუნთქვას აი რო თქვი, აი მაგ პრაქტიკას ვაკეთებინებთ, ანუ რას ნიშნავს აი გააზრებულად სუნთქავთ, რაც კონკრეტული დრო არის, რომ უნდა აი რაც 6 წამი ჩაისუნთქვა შეიკავო ამოისუნთქვა, აი როგორი სახის ისენი არის სუნთქვაში საერთოდ და რა შესაძლებლობები აქვს სუნთქვის. სხვადასხვანაირი სუნთქვები არსებობს, მე რასაც ვაკეთებ, conscious რაც connected breathing-ი ქვია. ბევრი არის conscious connected breathing-ი, მაგრამ ეს კონკრეტული არის 2/3 პირითვე ჩასუნთქვა და პირითვე ამოსუნთქვა და უბრალოდ წრიული არის, არსად შეჩერებას არ აკეთებ. ხო, და ჟანგბადი შედის კარგად. ოღონდ შეიძლება უფრო ნელა დაიწყო თავიდან. ხო და მე ხო, მაგრამ შეჩერება არსად არ კეთებ. ხო, მაგალითად Wim Hof-ის ტექნიკაში შეჩერებებზე არის ფოკუსირებული, არის box breathing-ი, ან ბევრნაირი სუნთქვები არსებობს. ამ კონკრეტულს აქ ის რომ ისეთი თქვათ ინტენსიურია, მაგრამ ისეთი ინტენსიურიც არ არის როგორც ჰოლოტროპი, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. და საკმაოდ ღრმა არის, ანუ ღრმად ჩაყევ ხარ შიგნით და და დრო რამდენი ხანი უნდა რომ რაღაც მდგომარეობამდე მიგიყვანოს გააჩნია ინდივიდუალურია ძალიან. ნუ საშუალოდ ერთი ისე ზოგადად 40 წუთია ხოლმე სუნთქვა. 40 წუთი გაუჩერებლად სუნთქვა ესე? ხო, ნუ ნელა ვიწყებთ ძალიან, სადღაც აი 30% დატვირთვით, მერე ვამატებთ 50, მაგრამ შეუძლია რომ არ საწიოს რა ინტენსივობა. და 15-20 წუთი შივასანა ხო ინტეგრაციის პროცესი. შივასანა რა არის? დაწოლილი აგრძელებ წოლას, ჩვეულებრივ სუნთქვაზე გადადიხარ და უკვე ინტეგრაცია ხდება ამ სუნთქვის შედეგის. მე რასაც ვიყენებ კიდე არის touch-ი, ანუ შეხება, ზოგიერთი ასე ვთქვათ, სუნთქვითი სპეციალისტები ვიცი, ვინც სხვადასხვანაირ სუნთქვას აკეთებს და შეხება საერთოდ არ აქვს და სრული გიდირება მიდის.
მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ვისთანაც ვისწავლე, მან მასწავლა წერტილები, სად უნდა შეეხო, რომ დაეხმარო სხეულს გაატაროს ეს ჟანგბადი. რომ დააკვირდეს სხეულს როგორ სუნთქავენ, ზოგი აი აქამდე სუნთქავს. ზოგს პირიქით მუცელი გამოსდის ძალიან აქტიურად. ვისაც მუცელი ზევით ამოსდის, იმას აქვს ძალიან ბევრი ბრაზი დაგროვილი და იმ პროცესში ეხმარები, რომ ეს ბრაზი გამოუშვას. აი ხა მუცელი რახან ახსენე, შეიძლება უცბად მეც პატარა ჩანართი გავაკეთო ერთმა ადამიანმა, ხა ცოტა ხნის წინ მითხრა, რომ არასრულფასოვნად სუნთქაო და ეგ განცდა მეც მქონდა, იმიტომ რომ ერთი მეგონა რომ ცოტა დიდი რომ აქ რაღაც გატეხილი მქონდა და საკმარისად არ შედიოდა ჰაერაც, მაგრამ მე მითხრა რომ ანუ ჰაერი გაქვს შეკავებულია და რომ დავაკვირდო სუნთქავდი, ხო ანუ ცოტა ჰაერი შეკავებული მქონდა და არასრულფასოვნად სუნთქავდი და ხშირად მე თავი მტკიოდა და ვაბრალებდი შიმშილობას რაღაცებს და ეხა დავიწყე რომ აი მუცელს წინ უწევ და შევისუნთქავ მე და თავის ტკივილით შემიმწირდა და უკეთ დავიწყე სუნთქვა, მაგრამ ეხა რო ახსენე შენ ძალიან მუცელი გამოდისო ანუ ეგროვ სუნთქავ მეც და ანუ სწორი სუნთქა, ანუ სწორი და სრულფასოვანი სუნთქა როგორია. ჩვეულებრივ სუნთქვასთან მიმართებაში მე ვამბობ, აი თვითონ იმ პროცესში ხო ინტენსიურად სუნთქავ. იმ სუნთქვაში ინტენსიურად რო სუნთქავ, ზუსტად აკვირდები და გრძნობ, სად გადის ეს ენერგია, სად იკარგება. ხშირად არის რომ პახშია კიდე დარჩენილი და მაგ მომენტში თქვა ვეხმარებით რომ ფეხები აწიოს და აი აქ გაანთავისუფლოს დამიწება არ არიან რაღაცა და ძირითადად ამ ენერგეტიკულ ცენტრებზე ხდება ასე ვთქვათ მუშაობა. და სწორი სუნთქვა ისე ხო მუცელი ან ჩასუნთვის დროს წინ გამოდის. იცი რა მეც ვთქვათ იოგაზე მაშინ რა დავდიოდი ხო პირიქით იოგის დროსაც პირიქით ვაკეთებდი, მაგრამ მე დავიწყე ყოველდღიურობაში მაგის დაკვირვება და ისეთი არეული ვიყავი. ხო, რთული არის, იმიტომ სუნთქავ არ სუნთქავ. მეც ეგრე ვიყავ, მთელი ცხოვრება სხვანაირად სუნთქავ და შეგ მქონდა და მე რო დავიწყე დაკვირვება, ხო მეც ეგრე ვიყავი, რომ რეპროგრამირება, მაგრამ ეხაც უფრო დაკვირვების პროცესში ვარ, ხო და ეგეც მეც მე მგონი რაც იოგის წიგში ამოვიკითხე ადრე, რომ ეგ სწორი სუნთქვა და რომ თურმე კაცობრიობა საერთოდ არასწორად სუნთქავს, მაგრამ რას გაიგებ. მაგას გულწრფელად ვიტყვი რომ ეხა ეგრე არ ვაკეთებ, ეგრე არ სუნთქავ. ხო. და პროგრამირებულად. მაგრამ მე ხო მაგაზე დავიწყე დაკვირვება, რომ ანუ რაღაც ბოჭავდი თითქოს და მართლა მე თავი მტკივდებოდა და ანუ გეფიცები მართლა ანუ ცხვირის ოპერაციაზე ვფიქრობდი რომ გამეკეთებინა, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო ანუ თავი დღეში 1-2 მაინც ვტკივდებოდა და მე მეთქი შევჭამ რაღაც ასე ალბათ უჭმელი ვარ და მაინც აღარ მირჩენდა ბოლოს და გამოჩნდა მე ის ადამიანი რომ მითხრა ანუ არასწორად სუნთქავ ვაფშე არასრულფასოვნათო და მაგაზე რომ დავიწყე დაკვირვება, მართლა ხა დღის განმავლობაში აკეთებ რაღაც შეჩერებებს და არა, აი უფრო როგორ არის, ანუ ვცდილობ რომ აი შენ რაც თქვი რომ ცნობიერად თუ აკვირდებოდი რომ ამომეცნო ის მომენტები როცა ვიტყვებოდიო, მეც ახლა ვცდილობ რომ აი დავიჭირო ის მომენტი როცა ისევ შეკავებული მაქვს, ხშირად არის ქუჩაში როცა მივდივარ ან რაღაც რა და მე ეგრევე იმას ვიზავ და გძნობ როგორ აი მართლა ფეხის გულებიდან მოდის მე ჰაი და უფრო იხსნება ეს აი როგორ აი მდინარე რომ მიდის და რაც ხლამი რო ეყაროს აი აცლის რა გეგონება იმას და უფრო აგერ მაყურებელსაც ვეტყვი მართლა თავი აღარ მტკივა მაგის მერე და რახან მაინც სუნთქვა და ეგ სუნთქვითი პრაქტიკები შენ რაც წაკეთებ არის ანუ სასიცოცხლოდ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი და შენ რო თქვია ენერგეტიკულ ცენტრებში ვეხმარებით რომ კარგად გაიაროს ამარო რაღაცა მე მგონია რომ სიცოცხლეც და ხალისიც უფრო მატულობს თითქოს მაგის მერე არა აი კი ძალიან ინდივიდუალურია აღარ ყველასთან აბსოლუტურად ზოგი ძალიან რელაქსდება და იცინებს და ეგეც კარგია იმიტომ რომ ერთმა თქვა რომ აი 2 წელია ესე გემრიელად არ მიძენია ვიღაცისთვის ეგ იყო საჭირო ვიღაცა პირიქით ბავშვობაში ჩადის და ძალიან დიდი ტკივილებიც ამოაქვს და იცლება ვიღაცასთან სევდა აი აბსოლუტურად ინდივიდუალური არის ეგ ყველაფერი ხო მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად არის ის რომ ეს ჟანგბადი რაც ორგანიზმში ჩაედინება ანუ იწვევს აი შეჩერებული შეკავებული ემოციების განთავისუფლებას და რაც უფრო მეტად აკეთებ, უფრო მეტ სიღრმეს და შრეებზე ჩადიხარ. მე თვითონაც ერთხელ თქვენთან მქონდა ეს
სუნთქვითი პრაქტიკა და უბრალოდ ბევრი ხალხი არ მოვიდა მაშინ და მეც ვისუნთქებს ხო ჩემი უცხოელი მეგობარი იყო ვინც მენტორია ჩემი თანამ ყველაფერთან ერთად ხო და მაშინ მახსოვს რომ მეგონა რაღაცა კონკრეტული თემა კარგად გამოვიტირე და რაღაცა მივეცი საშუალება ცრემლებს. მთელი 1 საათი ვტიროდი. ანუ ისეთ სიღრმეში ჩავიდა და ამ სუნთქვებში მივხვდი რომ დღევანდელიც ხო ვიტირე და უცებ წარსულის ტირილებში გადავედი და იქიდან ამოვიტანე რა. ხო და ეგეთი ინდოეთში სხვა პრაქტიკა 3 დღე ტირილი, 3 დღე სიცილი, 3 დღე ჩუმატყოფნა ხო და ანუ დაგროვილი არის ბევრი რამეა დაგროვილი და ხო და როგორია რომ რაღაცა მოვაგვარეთ შეიძლება მოვაგვარეთ მაგრამ რაღაცა შრეები შეიძლება რჩება ხო იმ შრეზე და იქ შრეები კიდე არის ხო და რაც თავარია იმ აგეთი რომ ეს მე ხო დავამუშავე რამდენჯერაც მithქვამს რომ ეს მე დავამუშავე იმდენჯერ ხელი დაუქნევია სარდაფიდან რომ ნუ რას უკაცრავად ხო და ამიტომ ძალიან დიდი მიმღებლობა მაქვს რაც Kinder Surprise-ში ამოვა ის ამოდის ხოლმე ხო კაი შედარება იყო ეგეც ხო ნინ ეს ტრანსფორმაცია ეხა ჯგუფთან და პირადად გასაგები არის ბიზნესის შემთხვევაში რა მიდგომა გაქვს რამეს ცვლი თუ ან რამეს სხვანაირად აკეთებ ანუ ალბათ აი მაგალითად მოგშას რომ ვესაუბრებოდი იქაც თქვა რომ კორპორაციებს უკეთებთ განლაგებასო და იქ ყველას თავისი როლი აქვს რაღაცა რომ ეს შიდა იერარქია და სტრუქტურა უფრო კარგად ესე ვთქვათ გათამაშდეს და ყველამ ნახოს რა ხდება და ტრანსფორმაცია მოხდეს ანუ შენც ეგეთი მიდგომა გაქვს რომ აი ყველა დირექტორი და თანამშრომლები უნდა იყვნენ თუ აი ხო აი ბიზნესის შემთხვევაში რა ანუ ბიზნესში ბიზნეს ტრანსფორმეიშენში ხდება ასე ვთქვათ გონების დალაგება მოდი ასე ვთქვათ გონებით მიხვედრა რაღაცეების და მერე მზაობის მიხედვით უკვე შესაძლებელია რომ ვიმუშაოთ სუნთქვაზეც ვიმუშაოთ აი ასეთ როლურ თამაშებზე ანუ კოლექტივთან ერთად ხდება ხო ეს იცი რა არის კოლექტივისთვის ცალკე და მენეჯმენტისთვის ცალკე სასურველია ერთად ამათი არევა არ და შედეგებიც გინახავს ხო ალბათ აი რა იცი რა არის კაი შედეგები აქვთ ეხლა უზბეკეთშიც მქონდა ერთი პროექტი სადაც იდეაში ბიზნეს კონსალტინგით ვიყავით და მე ინდივიდუალური კოუჩინგ სესიები იყო რომელიც გადაიზარდა ძალიან ბუნებრივად გადაიზარდა პიროვნულ ტრანსფორმაციაში იმიტომ რომ მე რომ მინდა გავხსნა ფილიალი მაგალითად და სიღრმეში რო ჩადიხარ და თურმე შიში მაქვს რაღაცეების და თურმე მე მამის მიტოვების ტკივილი მაქვს აი ამის გაშვება განთავისუფლება გამოცხოვრებით მე იმ ფილიალსაც გახსნი ხო მაგრამ იმიტომ ვერ ხსნი რომ სადღაც რაღაცა გიჭერს ანუ აი ეგ ტრანსფორმაციული გზა გავიარეთ ბიზნეს ლიდერებთან ასე ვთქვათ ხო იმიტომ რომ ის ბიზნეს ლიდერებიც ხო და ეგ ბიზნეს ეკოსისტემა ხო შედგება აი ყველა იმ ინდივიდისგან ვისაც ეგეთი რაღაც დაუმუშავებელი ისენი აქვს და ამ მისწრაფებებში ეს ფილიალიც რო ახსენე ხო მგონია რომ ძალიან ბევრი კარი შეიძლება გაიხსნას რა შესაძლებლობები აქვს კონკრეტულ ბიზნეს და თანამშრომლებს და პირველ რიგში მგონია რომ აი დღევანდელ დღეს და ბევრი მსმენია რომ ბიზნესები ზოგადად ერიდებიან თუ არ ვწდები ეგეთ ტრანსფორმაციულ პრაქტიკებს მეტნაკლებად იმიტომ რომ ხო დიდი განსაკუთრებით ხო იმიტომ რომ ხო თანამშრომლები არ წავიდნენ რაღაცა მაგრამ გონია უკვე რომ ისეთ დროში ვაბიჯებთ კაცობრიობა რა რომ ეგეთი ტოქსიკური სამსახურები ყველა ხვდებით რომ არ არის ჯანსაღი და არ უნდა იყოს და ანუ ეგეთი ტრანსფორმაციები პირველ რიგში მგონია რომ ადამიანებში ხო მოხდება ტრანსფორმაცია მაგრამ გარემოც უკვე სხვანაირი იქნება დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ ვიღაცა მართ შეიძლება მიხვდეს რომ ის საქმე არაა წავიდეს მაგრამ ვიღაც იქ უკვე ისეთი გარემო შეიძლება დადგეს რომ სხვას მოუნდეს პირიქით იქ მისვლა ხო აი ეგეთი ისეც რო იყოს შედეგი და იცი რა არის მოდი ასე ვთქვათ ბიზნესაც გააჩნია ზოგ ბიზნესს ასე ვთქვათ სტრატეგიაც და კულტურაც ისეთი აქვს რომ შემოვიდა გავიდა ამისთვის არ არის შეიძლება ესეთი აქტუალური და მნიშვნელოვანი მაგრამ ვის ღირებულებებშიც და კულტურაში შედის და ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს ადამიანები მაშინ მათი განწყობა მდგომარეობა მათი გახსნა ჩემ ბიზნესს რეალურად დაეტყობა ბევრად მაგრამ მარტო თანამშრომლებზე მუშაობა არაფერს არ მისცემს თუ ხელმძღვანელობაც არ არის ჩართული აბარა ოღონდ შეიძლება არა ირიოს ერთმანეთთან ცალკე იყვნენ არეული
და თან რა არის, იცი რომ რეალურად მე როდესაც ბიზნესს ვაკეთებ, ჩემი შინაგანი სამყარო სარკე არის. ანუ მე რა ღირებულებებიც მამოძრავებს და რატომაც შევქმენი ეგ ბიზნესი, ბრენდინგიც და მარკეტინგიც რა არის, რომ ანუ შენ ვინ ხარ მომიყევი და იმის მიხედვით მე რადგება შენი ბიზნესი, მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესზე ვისაუბროთ, დიდ ბანკებს რო თავი დავანებოთ, ხო? შესაბამისად, ჩემში რეებიც მოქმედებს და რა ქარიშხლებსაც გავდივარ. ავტომატურად აისახება ჩემს ბიზნესზე და ეხლა წარმოგიდგენე ჩემში რაღაცები ხდება და ჩემ თანამშრომლებშიც რამდენი ქარიშხალია და ყველა ცალ-ცალკე რო არ გაწიოს ეს ურემი ჯობია რაღაცაზე დავილაპარაკოთ შევთხოვოთ და მან ძალიან საინტერესო კიდე არის კომუნიკაცია ღია გულწრფელი ნდობაზე დაფუძნებული კომუნიკაცია და ეგეც ხშირად არის ხოლმე აღრეული, რაღაც მგონია რომ 360 გრადუსიანი შეფასების სისტემა მაქვს, მაგრამ რაღაცა ფორმალური არის და არ არის დაფუძნებული მართლა ადამიანობაზე ან ღირებულებაზე და ასე შემდეგ, ხო? ან მანდ კიდე ბევრი ისინი არის, ასე ვთქვათ, ჩაშლა. და ეხლა რასაც უყურებ და ვისთანაც გქონია, ესე ვთქვათ, ეგეთი კონსულტაციები, გამოცდილებები, ვორქშოპები და ადამიანებთანაც, ანუ არის უკვე ეგეთი ტენდენცია, რომ იმ ინტერესიც უფრო იზრდება ხალხში, რომ ეგეთი რაღაცეები გამოცადონ თავის ბიზნესებში საკუთარ თავზე, ანუ აი რა უფრო კიდე რო ჩავაქვსო ამ კითხვაში რაღაც პასაჟი, რომ მაგალითად მე როცა ესეთი თემებით დავინტერესდი, ჯერ მაინც ცოტა სკეპტიციზმიც იყო და უფრო ლიტერატურის კითხვა და აი რაღაც იატაკქვეშეთში ხდებოდა ეს. ეხლა უფრო გამოვიდა და აი მე რასაც უყურებ და ბევრ პოდკასტში ამაზე გვისაუბრია, თითქოს აი ამ სულიერის და მატერიალურის შერწყმა ხდება, რომ ისინი აი ერთმანეთის გარეშე ვერ იქნებიან, აუცილებელი არის ორივე იყოს მატერიაში მყარად თუ არ დგახარ, ის არ გამოვდა. მაგ ტენდენციებს ხედავ და მაინტერესებს შენი აზრი მაგაზე, როგორი პროგნოზი გაქვს და აი ხა შენი გამოცდილებით რა შეინიშნება ხალხში, რა შეიძლება რო თქვა მაგაზე და ბიზნესებში. აბსოლუტურად გეთანხმები, ჩემთვისაც ახალი, ანუ ეს უკვე დაწყებულია ეგ პარადიგმა, რომ business and spirituality უფრო მეტად და უფრო მეტად არის აქტუალური, ანუ რაღაც მე ბიზნესს ვაკეთებ და ეგ თემა აღარ მეხება, არ არის, ანუ ყველას მოუჭირა. გარშემო დაწყებული კორონათი, ომით, მდგომარეობით ქვეყანაში, ანუ მთელი სამყარო ირყევა რა და შესაბამისად ჩემი შიდა სისტემაც ირყევა, ნერვული სისტემა, დაცულობის შეგრძნება და ამიტომ სტრესის დონე არის ძალიან მაღალი. და გარდა იმისა, რომ კაი artificial intelligence რაღაცებს ჩაანაცვლებს, მაინც ადამიანებზე დგას ჯერჯერობით ძალიან დიდი ნაწილი წარმადობის და პროდუქტიულობის. შესაბამისად, ეს ადამიანი პროდუქტიული არის მაშინ, როდესაც სრულად მიუწვდება თავის რესურსებზე შესაძლებლობა. და მე კითხვა არის, როგორ შეუძლია რომ მიუწვდებოდეს, რომ გავწურო და მოვკლა სამსახურში და მე რეაბილიტაციას მოვანდომო თუ რაღაცა ისეთი საკითხების ინტეგრაცია გავაკეთო, რაც მის გონებას ყვებავს, სულს ყვებავს, სხეულს ყვებავს და ის ადამიანი როგორც სამსახურში კარგია, სახშიც კარგია და თვითონ თავისთვის გაყოფილი და ბედნიერია და რაც თავარია ეგ ტენდენცია ასე ტრენდი გახდა ახლა ეს spirituality-ც ხო აქტუალური ან მარტო საქართველოში არა უცხოეთშიც აი ეს თუნდაც სუნთქვით პრაქტიკებს მაგალითად supervisory board-ებს უკეთებენ ხოლმე და რო გაიხსნან და უფრო მეტად დაკავშირდნენ და აი ჩემი შენი კი არ იყოს, არამედ რეალურად ერთ მიზანს ვემსახურებით. ისიც ხდება ხოლმე, რომ მაგალითად მე საქართველოში გამოცდილება არ მქონია, მაგრამ ჩემ მეგობარს მქონია გამოცდილება, რომ კონკრეტულ საკითხს სვავენ, მაგალითად leadership-ი და მე ამ სუნთქვით პრაქტიკას აკეთებენ და რაღაც solution-ზე გადიან. ანუ უკვე მარტო ერთის რო ვისხედით და ახლა brainstorming-ი გავაკეთეთ და SWOT ანალიზი გავაკეთეთ, უკვე საკმარისი აღარ არის. რაღაცაი თითქოს ალტერნატიული მეთოდები გჭირდება, რომ იმის შიგნით ჩახვიდე და გაარკვიო არაცნობიერ დონეზე რა ხდება. კი ბატონო. და განლაგებებიც ძალიან კარგია მან. ხო, განლაგებები ხო მან ძალიან ეფექტური არის და ნუ სხვა ყველა პრაქტიკაც თავისებურ შედეგს გამოიღებს და ასევე კარგი ესე ვთქვათ შედარება ხალხმაც უკეთ რო გაიგოს რატო არის ბიზნესისთვის, აი კერძოდ ბიზნესზე რო ვისაუბროთ ან რაღაცა კორპორაციისთვის ეგ მნიშვნელოვანი რომ
აი მაგალითად ჩემთვის ბიზნესები არის, ბრენდები ხო არის, ანუ რაც ინდივიდებია, ვისაც აქვთ ვიზუალი როგორ გამოიყურებიან, ტონალობა როგორ საუბრობენ და რას აკეთებენ, ანუ ესე ვთქვათ, ხელოვნურად შექმნილი ადამიანები არიან და ადამიანის ორგანიზმში როგორც ყველა ორგანოს თავისი ფუნქცია აქვს და სიტყვაზე ღვიძლმა თუ ფუნქცია დააკარგა უკვე პრობლემები ჩდება ან გულმა, ხერხემალმა იქაც ეგრე არის, ყველა არის სიტყვას დირექტორი, შეიძლება იყოს გული ან ტვინი, არ ვიცი ან სისხლი, ყველას ესეთი ფუნქცია აქვს და საჭირო არის რა თქმა უნდა ანუ თქვენ რა ექიმების როლს ასრულებთ მაგ დროს ან დიაგნოზის როლს რომ მიხვდეს სადაა სამუშაო რა შეიძლება იყოს უფრო უკეთესი რომ ჯანსაღად იცხოვროს იმ ბიზნესმა. კაი შედარება, კი. რაღაც ანუ ეგრე ვხედავ მე ყოველ შემთხვევაში და მაგიტომ მგონია მნიშვნელოვანი რომ უფრო და უფრო ჩაერთოს ხო, მარტო რაღაც კოსმეტიკურად თუნდაც team building-ებიც ძალიან კარგია, მაგრამ ხა წავიყვანე და ის რაღაც სიღრმეში თუ არ ჩავედი. ხო. კარგად ახსენე ხო სხეული ორგანოები, მაგრამ ჩვენც სხეული ორგანოები გვაქვს და სული გვაქვს კიდე ის რაც გვაცოცხლებს. ხო. და ზუსტად აი ეგ ენერგია იქნებოდა ალბათ ჩემი აზრით აი ესეთი mindfulness-ის პრაქტიკების შეტანა ორგანიზაციაში, რომელიც აი ამ სასიცოცხლო ენერგიას გამოგიჯანსაღებს იქ. შვიდ კი ბატონო ხა იმიტომ თუნდაც ადამიანებზე რო ავიღოთ ხო დავდივარ სალონში მივდივარ მანქანას ვრეცხავ ხო ან რა ვიცი ფეხსაც მოვყიდულობ ეს გარედან ხდება მაგრამ შიგნით რას ვასმევ რა წყალს ვუსხავ ჩემს შინაგან სამყაროს ხო ანუ როგორც ფიზიკური ჰიგიენა არის მნიშვნელოვანი, ისე სულიერი ჰიგიენა არის მნიშვნელოვანი, ზუსტად ეგრე არის ორგანიზაციაც რა. ზუსტად. იმიტომ ეგ ყველაფერი ხო ჩვენი თავის ანერეკლია, ყველაფერი რასაც ვაკეთებთ, აი სხვას ვერ გავაკეთებთ, აი რაც ვართ, იმისი ყველა წახნაგი არის, ჩრდილები ყველაფერი არის და მაგის დანახვას როცა ვიწყებთ უკვე ყველა ფლანგზე ტრანსფორმაცია იწყება გეგონება შიდა გარე მაგარი ჯადოსნური პროცესი არის და მაინტერესებს კიდე ხო აბარა რო გამოდიხარ და სხვანაირად რო ხედავ სამყაროს და თან ის ადამიანებიც რო თითქოს იცვლებიან ეგ არის ფანტასტიკური კი თან შეგრძნება rewarding არის თითქოს რაღაც დოზით ეხა შენ ყოველდღიურობაში რას აპრაქტიკებ აი მაყურებელსაც რო ვთქვათ, აი შენი ყოველდღიურობაში აი რა პრაქტიკა არის, იქნება ის სუნთქვა რაღაც აი რაც გაძლევს, რაც ბუსტს ენერგიას და ესე ვთქვათ, აი როგორც სიტყვაზე მე დილა არ გავარო არ ვისაუზმო, იმიტომ რომ ეგ არის ჩემი დილის სიტყველი და მე ყავა დავლიო რა. აი შენ შემთხვევაში რა არის ეგ? საჭიროა იმ ჩემ მარათონშიც მქონდა ეგ ჩართული და ესე ყვებოდი რომ ჩემი ტრანსფორმაცია თქვა დაიწყო ერთი ჭიქა წყლით. ერთი მართლა ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან მიჭირდა დისციპლინა ეს რაც ყველაფერი რაც ჩარჩოში ჩამსვავდა მაშინებდა და პირიქით თავისუფლებას ვითომ აკარგინებდა ამ დროს ეხლა ბევრად თავისუფალი ვარ ამ დისციპლინით. ანუ დილას ერთი ჭიქა წყალი უზმოზე. ოღონდ ამ ერთ ჭიქა წყალს ვეჩურჩულები და ვეუბნები რომ მე ვარ მაგალითად თუ დღევანდელის მინდა გამბედაობა ვიყო გამბედავი კი არა, გამბედაობა, ან თავად გამბედაობა. მე ვარ გამბედაობა და ამ ენერგიას ხო გადავცემ წყალს, ან ფაქტობრივად წყალს მუხტავ და მე ამ წყალს რო სვავ აწმყო დროში. ნიშნავს იმას, რომ სვავ 5 წუთი იქნება თუ 1 წუთი იქნება, იმას ვირგებ. ვაკვირდები როგორ ჩადის, ხო, კუჩში როგორ ივსება და როგორ მართლა ვგრძნობ, რომ ვარ გამბედაობა. ანუ სიუხვე შეგილი ან სიყვარული, უბრალოდ რომ ვინმე დააპრაქტიკოს მაყურებელსაც რომ უთხრათ ან და მართლა იცვლება მე ან თითქოს მთელი ორგანიზმი გადაეწყობა რომ ეგ ახდეს ეგ მოხდეს ეგ იყო იმიტომ რომ ეგ ხარ იმ მომენტში ეგ ხარ მედიტაციებს ვაკეთებ ხოლმე მაგრამ ვერ გეტყვი რომ აი 100%-იანი სრულფასოვნება მაქვს ყოველდღიურობაში მაგრამ დაუბრუნდი TMs transcendental meditations და მაგრამ მაგ ჩავარდნები. მაგრამ განსხვავება ძველი დროის ის არის რომ თავს არ გამსჯი მაგის გამო რა, ანუ ვაძლევ ჩემ თავისუფლებას რომ რეგენერაცია გავაკეთო და ისევ დაუბრუნდე. და ეს პროცესი არის, რაშიც ვარ. ხო, იმდენად ხშირად ვაკეთებდი ამ ფაქტი, ფიქრი, ემოცია, რეაქციის ჩაშლას, რომ ეხა ავტომატურ იმაზე მაქვს, რაღაცა მოხდა და ვიღაცამ დამათრიგერა.
და თუ ოდნავ წამიღებს, ეგრევე მეთქი აბა რა ხდება, რა ფიქრი შემოვიდა, რა რეაქცია, რა ემოცია აღიძრა, რა რეაქცია მივეცი და მე უკვე ხედავ განსხვავებას, რომ ის ფაქტი სხვა რამეა, ფიქრი შეიძლება 2 ტონა ფიქრი იყოს, რომელიც საერთოდ არ ეხება იმ დღევანდელობას და ეგ მაძლევს საშუალებას, რომ გავარჩიო ეხლა რა არის სინამდვილეში და რა არის თქვათ წარსულიდან და იმიდან და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კიდე რაც დავაკვირდი არის ის, რომ როდესაც ვარ დაღლილი, როდესაც ვარ მშიერი, ანუ რაღაც გაბრაზებული რაღაც ისე, მაშინ აბსოლუტურად ირევა ჩემი სისტემა. ამას იმიტომ ამბობ, რომ ბავშვებს ეხება ხოლმე რა, აი როგორც კი ვგრძნობ, რომ აი მეტად შემოდის ეს რაღაცები, ხვდები რომ ვაიმე დაღლილი ვარ თურმე, ადრე მაგის შეგრძნება საერთოდ არ მქონდა, აი ბოლო წვეთამდე, სიცოცხლის წვეთამდე ამოვწურავდი რა და ეხლა უკვე დავიწყე დაფასება საკუთარი საჭიროებების ფიზიკური, რომ აი დავიღალე, მართლა მჭირდება დასვენება, იმიტომ რომ პროდუქტიული ვიყო და ადამიანური ვიყო, თუნდაც ბავშვებთან, ყველასთან, საკუთარ თავთან პირველ რიგში. ხო და აი ეგ პრაქტიკა მარტივია, მაგრამ რთული. ხო, ვაკვირდები. შენ თავს მიცე რაღაც დრო რომ ამოისუნთქო და რაც გჭირდება რომ მიიღო. და ეს რაღაც იმის განცდიდან რომ ვაიმე ვინმეს არ დავაკლო ის სტანდარტული რაც ეგ ასე ვთქვათ პატერნები სულ არის რა, უბრალოდ ჩემ შემთხვევაში არის რომ უკვე შემიძლია რაღაც მომენტში შევჩერდე და დავიჭირო ეგ და არ ჩავყვე ამას ბოლომდე, მაგრამ კვლავ ეგ მუსიკა თავში ჟღერს ხოლმე. და ეგ პრაქტიკები მეხმარება. ძალიან კაი, ნინ, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ვისიამოვნე შენთან საუბრით და ძალიან საინტერესო იყო და სულ მაინტერესებდა ეგ შენი მოგზაურობის მოსმენა და ახლა ვიცი და სხვებსაც გავუზიარებთ ამას და მადლობა დიდი შენი დროისთვის ამის გაზიარებისთვის. მეგობრებო, ეს იყო შენი პოდკასტი, მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.